სალამ მეგობრებო, როგორც თქვენ ისე თითქმის ყველა საქართველოში ვინც პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ადევნებს, მოცულია იმ ამბით, რაც გავიგეთ გენერალური პროკურორისგან, შრეკა მიმდინარეობს 3 ძალიან ცნობილი პირის და მათთან დაკავშირებული 8 მათი მეგობარი ან ამხანაგიან დაკავშირებული პირის სახში, ეს 3 იცით, ვინც არის ყოფილი პრემიერი, ყოფილი გენპროკურორი, ყოფილი სუსის უფროსი, მეც ვიტყვი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ყველა მოღალატის დედავატირე და გენპროკურორმა ტყუილად არ ჩაატარა ბრიფინგი, გაირკვევა ყველაფერი. ვინ არის მოღალატე, ვინ სხვა არის, ამ ხელამბავი არ დაიწყებოდა ისე, რომ რაიმე მტკიცებულებები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ მანამ მტკიცებულებებს ვნახავთ. თუ ვინმეს განსაკუთრებით დედააფეთქებულ ნაცებს, ჩემი კომენტარი არ მოსწონთ, მაშინ თქვენივე ტელევიზიაში იკითხეთ, რომ დასუნსულობდნენ იქ შრეკის ადგილებში და არ გადასცეს ეს ინფორმაცია, როცა ჩვენ არ ვიცოდეთ, ბუნებრივია ისე პროფესიულად ჩატარდა ეს ოპერაცია და ნოდარ მელაძის ჟურნალისტები დადიოდნენ იქ და რა თქმა უნდა ძალიან საეჭვოდ არ გადასცემდნენ ამ ამბავს, რომ რაღაცა ხდებოდა შიგნით. იცოდნენ ძალიან კარგად იცოდნენ. ესეც რაღაც გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. ღალატითაც შეეხება კორუფციას ღალატი ესე რომ იცოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება მე რაღაც ვიცი, შეიძლება რაღაც არ ვიცი, მაგრამ მეტი პასუხისგებლობა მაქვს და ჯერ არ ვლაპარაკობ. ძალიან მალე ყველაფერი იქნება ცნობილი. კარგით. ბატონ ირაკლისაც ხადაგიშვილს იგივე კითხვით მინდა მიმართო, თქვენ დამოკიდებულება მაინტერესებს თქვენი კომენტარი. გასაგებია, რომ თვითონ ის პიროვნებები, ვისთან დაკავშირებითაც გენერალურმა პროკურორმა გააკეთა განცხადება, იყვნენ ქართული ოცნების ლიდერები, განსაკუთრებით ღარიბაშვილზე არის საუბარი, პირველ რიგში პოლიტიკური ლიდერი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, მას ურთულეს პერიოდებში აქვს მართვა ქვეყნისა განხორციელებული კრიზისულ ვითარებაში, ამიტომ რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის და ბევრი ქართული ოცნების მომხრე ელექტორატისათვის ეს ინფორმაცია გარკვეულწილად ერთგვარად ძიმე მოსასმენია, ძიმე ასაქმელია, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ასეთი ტიპის სამართლებრივი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა ახორციელებს, ნიშნავს, რომ არსებობს ისეთი მაღალი დონის ნიშნები გარკვეული ხასიათის დანაშაულებებისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ესეთ რადიკალურ ნაბიჯზე მიდიან. რა თქმა უნდა, ეხლა ამ თემას შეიძლება ბევრი ანალიზი მოყვეს, ბევრი ჭორი მოყვეს, ბევრი ინფორმაცია უნდა მოყვეს. ასე შემდეგ, ამიტომ აქ გავჩერდეთ, დაველოდოთ ინფორმაციას გამოძიებისაგან. და როგორც ითქვა, ეს მაღალი ინტერესი არის ბუნებრივია, გამოძიება არ არის ალბათ შემოფარგლული მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა, არის კიდე სხვა ალბათ ფაქტები ან სხვა საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც პერიოდულად მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია და ამის დამიხედვით ვიმსჯელებთ. ზოგადად იქ ითქვა, რომ კორუფციული, ასე ვთქვათ, მდგენელი არის, იმიტომ ანტიკორუფციული სამსახური იქნა მათ შორის დასახელებული, სახელმწიფო უსაფრთხოების ეს ასე ვთქვათ ავტონომიური სამსახური არის და მე ერთ რამეს ვიტყვი და აქაც მithქვია სხვადასხვა ეთერებში ზოგადად, რომ კორუფცია, მით უმეტეს მასშტაბური კორუფცია, ეს არ არის მარტო ეკონომიკური დანაშაული, ეს ყოველთვის დაკავშირებული შეიძლება იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან. ასე რომ დაველოდოთ დანარჩენი ვითარება, როგორი იქნება. მე ერთ რამეში მინდა რომ დამეთანხმო ინფორმაციას. ბატონო, ერთ რამეში მინდა დამეთანხმო. არც ღარიბაშვილი, არც ილუაშვილი, ფარცხალზე არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ქართული პოლიტიკიდან შორს დგას. აი ეს ორი ადამიანი, რომელიც სულ ახლახანს იყო უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მაღალ პოლიტიკურ პოსტებზე იყვნენ. მათ ებარათ ქვეყანა გარკვეულწილად. გენერალური პროკურატურა, გენერალური პროკურორი ამ განცხადებას ასე, რა თქმა უნდა არ გააკეთებდა ფაქტები რო არ ქონდეს. ამის გამორიცხულია. რა თქმა უნდა. ასე რომ გულშემატკივარი მათი, არაგულშემატკივარი, ვისაც ახლა უხარია, მე რა თქმა უნდა არ მიხარია, ძალიან წინს ეს ამბავი. მაგრამ ნებისმიერი მოქალაქე
დაელოდოს მშვიდად, დიდი ხნის ლოდინი ამას არ დაჭირდება, აუცილებლად იქნება კონკრეტული ფაქტები. სხვანაირად წარმოუდგენელია. აი ეს არის ერთ რამეს დავამატებ, რომ ზოგადად ყველა ეს საქმე საბოლოო ჯამში ჯერ უდანაშაულობის პრეზუმპცია მოქმედებს. ამიტომ ყველა ეს საქმე წავა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სასამართლოში. თუ პროკურატურამ საბოლოო ჯამში ბრალდება წარუდგინა. ბრალის წარდგენა რთული საკითხი არის, იმიტომ რომ თუ უმაღლესი სტანდარტი არ არის, ასე ვთქვათ, კითხებულებებისა. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროკურატურა საქმეს ესე, ასე ვთქვათ, ვერ წაიღებს. ხო, ეს არ არის წინა ხელისუფლების სააკაშვილის დრო, როდესაც ბრალდებას არანაირი დიდი, ასე ვთქვათ, მყარი მტკიცებულებები არ ჭირდებოდა. ეს ერთი და მეორე, ვთქვათ, ნაციონალური კლასტერის სიხარული, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ნაძალადების სიხარული. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება არის დღეს იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ შეუძლია კორუფციასთან ან სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონების დარღვევასთან და ქმედებებთან დაკავშირებით კონკრეტული და მკაფიო ნაბიჯები გადადგას. ამიტომ მათი სიხარული ეს არის ძალიან მოჩვენებითი, იმიტომ რომ იციან, რომ თუ ხელისუფლებას აქვს სამართალდამცავ ორგანოებს აქვს იმის უნარი, რომ ასეთი მაღალი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნიშნის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით სამართლებრივი ქმედებები წამოიწყოს, იქ რა თქმა უნდა სხვა მიმართულებითაც იქნება გადავიდეთ სხვა საგნობრივი დისკუსია ამ თემაზე არ გამოგვივა და ჩვენი ემოციური დამოკიდებულება მე პირადად გამოხატე და შენც ეს ამის იქით ჩვენ ვერც წავალ სერიოზული ხალხი ვარ და ჭორებს ვერ მოგუნებრივია. რეალურად ჩვენ ცხოვრობთ ახალ საქართველოში. ახალი სახელმწიფო გუნდი, რომელსაც გამოცვალა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, ხო? განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს. განსხვავებულობა არის იმაში, რომ ისე როგორც არასდროს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე სუვერენული ქვეყანა ეხლა არის საქართველო. თუნდაც რადგის იმ ავადმყოფელი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება. არამც თუ დემარში რომ არ მიიღო პრემიერმა, მაგრამ დააჯარიმა. არ ვიცი, ბევრი შეიძლება მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს, ისეთ თანამდებობაზე მუშაობს პრემიერი, მაგრამ კორუფციაზე იქ უბრალოდ სიტყვას ვერ დაასრულებს, ვერავინ, იმიტომ რომ სიგიჟია. და მართლაც ჩვენ ხედავთ, რომ სხვა ქვეყანა, სხვა პირობებში და სხვა ვითარებაში უწევს ოპერირება. ოპოზიცია აღარ არსებობს, უბრალოდ იყვნენ, მაგრამ გიჟებს თავისი ადგილი მიუჩინეს. რა არის ახლა სტრატეგიული, ეგზისტენციური პოლიტიკური ამოცანა აი ამ ქართული ოცნების ამ ახალი გუნდისთვის. როცა ასეთ კარგ წარმატებას მიაღწია უკვე. მოდი ესე ვთქვათ, რაზეც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ რევოლუცია გვჭირდებაო, ეს რევოლუცია საქართველოში შედგა. და ამ რევოლუციის, რო იტყვიან ავტორი, ოღონდ ეს არის მართლაც რეფორმირების რევოლუცია. ამ რეფორმირების რევოლუციის ავტორი არის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ის გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობაშიც და პარლამენტში. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა და ეს მიმდინარეობს. რა არის ახლა მთავარი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანა, ხო? მთავარი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანა, რომ ეს ინიციატივა გააძლიერო. და ეს უნდა გამოიხატოს კონკრეტულ ქმედებებში. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ თქვათ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მთლიანად დესტრუქციაზე და საბოტაჟზე არიან აწყობილი, რომ მათ მიმართ საკონსტიტუციო ეგ ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, მოხდება და საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდოთ აქაც. წინასწარ შევქმნით იმას, რომ ქართული ოცნება ხო, კი ბატონო. მთავარი ამოცანები არის სწორედ ახლა ის, რაც ქვეყანას ჭირდება. ეს არის ეკონომიკა, ეს არის სოციალური პოლიტიკა, ეს არის განათლება, ეს არის უსაფრთხოების სისტემა. აი ეს არის ის თემები, რომელთა დაკავშირებითაც დღეს ეს პოლიტიკური ინიციატივა, რაც ხელისუფლებას აქვს, ამ ყველა მიმართულებით უნდა იქნეს რეალიზებული. ამის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უკვე თავისი დამოუკიდებლობის ფაქტობრივად 36 წლისთვის იქნება საკმაოდ მყარად შემდგარი სახელმწიფო.
რომელსაც უნარი შესწევს დაიცვას დამოუკიდებლობა, დემოკრატია და უნარი შესწევს, რომ რეალურად იზრუნოს თავის ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ მშვიდობაზე, მათ განვითარებაზე და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ეს იქნება ის თემები, რომელიც განაპირობებს პერსპექტივაში იმას, რომ საგარეო გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ ხედავთ, რომ ახლა ფაქტობრივად ტექტონიკური ცვლილების პერიოდში ვართ. აი ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება ჩვენი ქვეყნის როგორც სახელმწიფოს აი ესეთი მყარად გაძლიერება, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე კონკრეტული ნაბიჯებისა. ეს დროც მოვა. მოდის ხოლმე ესეთი გეოპოლიტიკურად ერთი შეხედვით თითქოს და შეუძლებელი საკითხები საკმაოდ მარტივად და გიორგი ბრწყინვალის დროს უკაცრავად მარტივად არა საკმაოდ ასე ვთქვათ მოულოდნელად და გიორგი ბრწყინვალის დროს გადაწყვეტილება ხანდახან ვითარება მოიტანა ოქროს ურდო ძალიან დასუსტა და საქართველოს ტერიტორიული მნიშვნელობა არც თუ ისე მცირე ხნით ისტორიული გადმოსახედიდან აღედგინა. მე სხვა რამეს ვამბობ, აი ძალიან კონკრეტული რაღაცებით უნდა გადაწვალოთ. მე მაგალითად არ მომწონს რომ ჩემი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ნატო. არ მომწონს, არ არის სწორი. ნატოს ბევრი პრობლემები აქვს. და ეს პრობლემები მიუთითებს იმაზე, რომ ნატო არ არის საუკუნოვანი ოცნება არც ერთი ერის, მით უმეტეს ქართველი ერის. და ისეთ დოკუმენტში, როგორც არის კონსტიტუცია, ნატო და მით უმეტეს ანაკლია არ უნდა ეწეროს. მაგასთან დაკავშირებით მოგახსენე. მე მარტო იმაზე კი არ ვსაუბრობ, რა წერია კონსტიტუციაში. უბრალოდ ეს რაღაცნაირად დივერსიფიცირდეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიბჩენილი რაღაც ეფემერას მით უმეტეს. ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღება მაინც გავამახვილო. ეს არის მაინც კონსტიტუციის გარდამავალი მუხლები. ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მიზნის მიღწევის გზაზე ეს საკითხი დგას. თუ მიზანი მიუღწევადია, ან მიზანი რომლისკენაც შენ მიდიოდი აღარ არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა ცვლილებები დადგება ამისა. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ როგორი იქნება ხვალინდელი მსოფლიო აი ამ გეოპოლიტიკური ჯახის და ცვლილებების პირობებში, ამ პროცესს უნდა ჩვენ გარკვეულწილად დაველოდოთ. ასე რომ მაგალითად დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავითარი ნატო არ შეიძლება იყოს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს პროცესი ესე გაგრძელდება. ადრე გერმანიის კანცლერი ამბობდა და საფრანგეთის პრეზიდენტი. ხო, ამიტომ ამბობთ, ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში ეს თან ვიცით, რომ ყოველთვის შიდა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენება. ამიტომ ამბობ, რომ ეს არ არის კონსტიტუციის ძირითადი დებულება, ეს არის გარდამავალი დებულება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ქმნით, ასე ვთქვათ, გავასწოროთ უნდა ეს. არა ვართ ის რო იტყვიან ის ოქროს ჯოხი, რომელიც გეოპოლიტიკურ სიტუაციას გადაწყვეტავს. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ, რა იქნება ხვალ. იმის და მიხედვით ვიმოქმედოთ. როცა შენ კონსტიტუციაში შენს უზენაეს მიზნად და კონსტიტუციაში მხოლოდ ესეთი მიზნები იწერება. იმ ორგანიზაციისკენ სვლა გიწერია, სადაც შენ არაფერს არ აკონტროლებ, ეს ცოტა აბსურდი მგონია. შენ არ იცი როგორ შეიძლება ეს ორგანიზაცია ზე. ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავის დროზე ნატოც და ევროკავშირიც აღიქმებოდა როგორც სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის და სოციალური კეთილდღეობის ადამიანების უფლებათა დაცვის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის ნავსაყუდელი. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ ევროპის შიგნით არის უდიდესი ტექტონიკური წრეები არის საზოგადოებაში. ჯერჯერობით პოლიტიკური ელიტა იგივე ნარჩუნდება ძირითადად, მაგრამ ხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ელიტა უკვე საზოგადოების მხრიდან ყავლგასულია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთია ის, რაც იყო ეს ყველაფერი, მეორე არის რა არის დღეს და რა იქნება ხვალ. ჩვენს საქართველოს დაუბრუნდეთ. მე ვაწვევი რაც შემიძლია იმ რესურსებით, რომ გიჟების რევოლუცია იყო და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი იმაზე მეტი ვიდრე თქვენ გონიათ, ან ხალხს გონია და თუ დაუკვირდებით ასია, არ უბრალოდ ფსიქიკურად პრობლემებს ქონია ადამიანი, რომელიც იქ გამოიყენეს უბრალოდ და მათი მკურნალობაა საჭირო, გაფრთხილება ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს, უიძულებოდ მკურნალობას უნიშნავენ და ასე შემდეგ. და ნუ კარგი ეს დამთავრდეს, მაგრამ ნუ არ წავიდა არსად ის უკმაყოფილო ხალხი, ხო, რომელიც ქართული ოცნებით არის უკმაყოფილო. და იმ ხალხს უნდა ნორმალური მათ ხმას რო გამოხატავს ისეთი ადამიანები პარლამენტში, ხო ასეა.
ეხლა ეს ადამიანები გიჟები უბრალოდ აჩაღები და მაიმუნები გავყარეთ. როგორ ფიქრობთ? სამოქალაქო მშვიდობის გზაზე რა თქმა უნდა იყოს ოპოზიცია და რა თქმა უნდა ამ ხალხს რომელიც უკმაყოფილო რაღაცებით და ყავდეთ თავიანთი წარმომადგენლობა. ეს 2-2-4 ახლა დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს რომ არსებობს ოპოზიცია. თვითონ ხელისუფლებისთვისაც მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა არის მოკლედ დამღლელი და ბევრი სხვა მიზეზის სხვა პრობლემის გამომწვევი. მაგრამ ოპოზიცია უნდა იყოს ის რომელიც თქვათ რეალურად არის უკეთესის შემთავაზებელი და არა დაღუპის. და არა დაღუპის. ეს არის 2-2-4. ეხლა ბილიონ 100 მილიონ 100.000 მილიონ 200.000-მდე ერეოს ქართველების ამომრჩეველი ხო არის ანუ მილიონ კიდე რაღაცა ვინც ან არ არის შენი მომხრე ან არ აინტერესებს ბევრია რომ არა 800 იყო წინა საპარლამენტო არჩევნებში ბევრია რომ არ აინტერესებს შეიძლება რაღაცა ისეთ სასიკეთო გააკეთო ამ ქვეყნის ცხოვრებაში რომ პირიქით გაგეზარდოს უცხო მხარდაჭერთა რაოდენობა მაგრამ ბუნებრივია რომ ვერაზროს ვერ იქნები შენ ასე ვთქვათ სრულად მოცვადი შენი ამომრჩევლის ანუ ოპოზიციური ველისთვის ყოველთვის არსებობს ამომრჩეველი მაგრამ ამომრჩეველი აღარ ელოდება ოპოზიციაში გიჟს ამორჩეველი პოლიტიკურ გიზზე მაქვს მე ლაპარაკი და გიზ არა ნამდვილ გიზ კაცო არანაირი პოლიტიკური გიზი მან უჩვენებს ჩესტობას კი ბატონო ნამდვილად გიზები არიან არაკორექტული ტერმინა მენტალური ავადობის მქონე ადამიანები ხალხი ელოდება ოპოზიციაში ასე ვთქვათ ნორმალურ ოპოზიციას უკეთესისკენ ორიენტირებულს პატრიოტულ და სახელმწიფოს ინტერესებზე აი როგორ გესახებათ ეს პროცესი უყურეთ აი როგორ მესახებადან გეტყვით დაახლოებით რა აი გავაუქმდა ეს გიჟები გავაუქმეთ აუცილებლად რადიკალები დამნაშავეები გიჟები გავუქმდა აუცილებლად გაჩნდება სხვა პოლიტიკური პარტია ან ლიდერი ან რაღაცა ჯგუფი რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს ასე ვთქვათ გარკვეულ ელექტორალურ ნდობას მაგრამ ის ვერ გახდება ჩემის აზრით 28 წელს დომინანტი პოლიტიკური ძალა. ხო, ვერ გახდება. მაგრამ ვისაც შეიძლება რომ აი ამ დროში ითამაშოს და 28 წელს მან საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული შედეგი დადოს და უკვე პოლიტიკაში როგორც მოთამაშე შემოვიდეს და აი პარლამენტი და ასე შემდეგ მეორე ეტაპი იქნება 29 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის. რაც ეხლა უნდა მოხდარიყო, რაც ეხლა უნდა მაგას უბრუნდები. ანუ ნახეთ რა მოხდა. აი პოლიტიკური სიგიჟე და სიბეცე რო არ ყოფილიყო, ის შედეგი რაც ოპოზიცია მიიღო 24 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ეს შედეგი შეიძლება უფრო გაეძლიერებინათ. და ბევრ მუნიციპალიტეტში საკითხი მისულიყო მეორე ტურებამდე და ანუ პოლიტიკური ბრძოლა ელექტორატისთვის სულ სხვა ასე ვთქვათ დაძაბულობაში იქნებოდა და ჩვენ დღეს ვნახეთ რომ იმ პარტიებმა ვინც წინა არჩევნებში რაღაცა ვთქვათ პირობითად X ხმა მიიღეს, ეხლა X ნახევარი ხმა მიიღეს. ეს არის შედეგი იმისა, რომ არ გაყვნენ კლასიკურ დემოკრატიულ პროცესს და აირჩიეს რევოლუციის პროცესი. თუ აარჩევინეს, დამნიშნულობა შედეგი ეს არის. ამიტომ ვინც ეხლა მოვა, მას მოუწევს ასე ვთქვათ სისტემურ სახელმწიფოში, დემოკრატიული გაგებით სისტემურ სახელმწიფოში თავისი პოლიტიკის მშენებლობა. იგივე ის პარტიები, რომლებიც დღეს მაგალითად ევროპაში კლასიკური ევროპული პარტიების ჩანაცვლებას ლამობენ, მათ საკმაოდ გრძელი საარჩევნო და ელექტორალური პერიოდი განვლეს. არავინ არ მოსულა ერთი არჩევნებით და ორი არჩევნებით. ყველას ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის ისტორია, ვიდრე დომინანტობამდე მიაღწევდნენ. ოპოზიციაში დომინანტობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გახდე უკვე მართლი საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში მithumetes. ბატონო, ეხლა ესეც საკითხი ვიქნა. თქვენზე არ იქნება ეს და მეთქან უკნას თქვენზე იყოს, თქვენ წვეთეთ, მაგრამ მოდით აღწეროთ ისეთი ოპოზიციონერი მე შემიძლია აღწეროთ. თქვენც მინდა რომ მომეხმაროთ ამაში, რომელიც თქვენი აზრით მიუხედავად სოფხედველობისა, აი იქნება უკვე ღირსი იმისა, რომ პოლიტიკაში იყოს. მე შემიძლია ჩემი კრიტერიუმით თქვა და მე თქვენც გაიმე. პირველი ეს არ უნდა იყოს აგენტი არც ერთი ძალის. უნდა შეთანხმდეს, რომ ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული თქვენთან და
ხალხთან, არ ვიყოს აგენტი, არ იყოს სუვერენული და უნდა მისი წევრების ფსიქო უნდა იყოს, იცოდეთ რა, რომ აი რაღაც მომენტში არ გაგიჟდებიან და არ დაიწყებენ რაღაცების გამოგონებას. ფსიქო, ელემენტარული ცოდნა ალბათ სხვა გიპასუხებს კონკრეტულად. ხო, მაგრამ მე მგონი აუცილებლად თქვენ შეგდა არ დამიდასტუროთ, მაგრამ ისეთ სიგიჟეებს ვისმენდით. გასაგებია, ეს აუცილებელია. ესმის და ჩემი მდგომარეობა ეს არ არის ირონია, არ არის ირონია. ხო, მე ერთ რამეს ვიტყვი, აი მაგალითად, ერთი ახლა ძალიან საინტერესო მაგალითი. დიახ. ჩემი ტელევიზია არ იჭერს არც ერთ კლასიკური გაგებით რუსულ არხს. თქვენ ტელევიზორი. ხო, ჩემი ტელევიზორი, კი ბატონო. იმიტომ რომ ესია გათიშა ჩემმა პროვაიდერმა. არის ერთი გადაცემა, ეს უფრო ტელეარხი, RTV-i ქვია რუსულ ენაზე. RTV-i არ არის ოპოზიციური. ხო, მაგრამ ეხლა ხო, ისეთი არის ეს ნეიტრალურ იმას მაინც პუტინის მგონია მე. შეიძლება, მაგრამ არის უცხოეთში არის ამერიკაში და ისრაელში ხო ბაზირებული და ასე შემდეგ რა. ამას წინებზე ერთ-ერთ გადაცემაში იყო დოდონის ინტერვიუ. ეს არის დოდონი ყოფილი პრეზიდენტი მოლდოვასი, ოპოზიცია, რომელსაც ქვია პრორუსული ოპოზიცია. აი ეს ლეიბელების მიწებება რომ არის და არის ხო, ის გაცილებით უფრო პრომოსკოვურად განწყობილი პოლიტიკოსია. ეხლა საინტერესო რა არის ნახეთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორი უხეში ჩარევებით და манипуляციებით ჩატარდა მოლდოვაში ორი არჩევნები. ჩარევა არ ქვია. ხო, გასაგებია ხო. უფრო ბევრი რო ვილაპარაკო, დროს დავკარგავ. ხო. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ მოვაწყობ აქ ისეთ რამეს, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, მაგრამ ვიბრძოლებ ბოლომდე სამართლებრივად. და ვიბრძოლებ ახლა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, რომ იქ შედეგი კიდევ უფრო სხვანაირი დავდო. იმიტომ რომ მაგალითად ამბობს რომ თუ ქვეყნის შიგნით ყოველთვის ვიმარჯვებ, მაგრამ გარედან ხდება მე ხმების ის ადგილობრივ თვითმმართველობაში მარტო ადგილზე მაცხოვრებელი აძლევს ხმას. აი ნახეთ, აი ეს პრორუსი, არ ვიცი პრორუსია თუ პრომოლდაველია, პოლიტიკოსი უფრო სახელმწიფოებრივად ფიქრობს ვიდრე ჩვენი ბჭყალებში პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მომეწონა შედეგი და უნდა დაგამხო. სანამ არ დაგამხო, მანამდე უნდა ვატაროთ არჩევნები. სანამ მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა. სანამ მე არ მოვიგებ, მანამდე უნდა კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ სანამ ოპოზიცია არ მოვიგებს. სანამ პოლიტიკოსს არ ექნება იმის განცდა, რომ არ ვიცი, ახლა რუსეთი მოეწონება იმას ევროპა, აზია თუ აფრიკა, სოციალიზმი თუ ასე ლიბერტალიანიზმი, სანამ ეს განცდა არ ექნება, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კონსტიტუციური ორგანოები, კონსტიტუციური წესები, დემოკრატიის წესები არის განსაზღვრელი და ამას უნდა ემორჩილებოდეს, არა იმის გამო, რომ მონა, არამედ იმის გამო, რომ პასუხისგებლიანი პატრიოტი მოქალაქეა, მანამდე რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ის ღირსეული პოლიტიკოსი. დანარჩენი ახლა რა გემოვნების იქნება და რა ქარიზმა იქნება, ეს ინდივიდუალური საკითხია. ძალიან მაინტერესებს ქართულ ოცნებას რომ ჩაეტარებინა იმასთან მიმსგავსებული არჩევნები, რაც რუმინეთში და მოლდავეთში დაახლოებით ერთი ხალხი ცხოვრობს იქ. რუმინეთს გააუქმეს პირველი ტური. აი ესე აიღეს და გააუქმეს. TikTok-ის ტრენდების გამო. აიღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პირველი ტური. მოლდავეთში რაც მოხდა, ჯერ ყველა ტელევიზია გაითიშა ოპოზიციონერებზე დევნა იყო და მე რატო იგებს მოლდავეთში მართველი ძალა? იმიტომ რომ შიგნით ქვეყანაში ყოველთვის იგებს ოპოზიციური ხალხი, რუსეთში არჩევნები არ ტარდება, სადაც ძალიან ბევრი მოლდაველი ცხოვრობს, ხოლო რუმინეთიდან მოდის ზუსტად იმდენი ხმა, რომ მოგებას ეყოს. დიახ. შეხედავენ და იმდეს გამოუშვებენ იქიდან. რუმინეთში განლაგებულ და ამის ასეთი არჩევნები დაახლოებული რომ ჩაეტარებინა, გადაუდგავდნენ ალბათ რა. არ დაგჭირდებათ ეს არასოდეს, მაგრამ მაინც სიტუაცია თქვენსაც ვარ. პასუხი გასაგებია ჩემგან. უღრმესი მადლობა, ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა უნდა ვილაპარაკოთ განათლების რეფორმაზე, მინდა თქვენი კომენტარი და შემდეგ მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია იქნება ამასთან დაკავშირებით. ერთი-ორი სიტყვა თუ შეიძლება რეფორმაზე, რომელიც ძალიან საინტერესო, რომელიც დროული კი არა, უკვე დაგვიანებული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელზე აუცილებელი. ჩვენ მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი განათლების სისტემა დაწყებული სასკოლო განათლებიდან და დამთავრებული უმაღლესი განათლებით, ვთქვათ, იგივე პროფესიული განათლებით კრიტიკას ვერ უძლებს. ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება მართლა ფუნდამენტალურ ცვლილებებს იწყებს, რა თქმა უნდა, იწყება ამ რეფორმაზე თავდასხმა.
მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რასჯის ხელისუფლებას, რა თუნდა რომ ააფუთფუთოს რაღაცა. ეს არის ის ნერგი, რომელიც დღეს რო ჩაირგება, ხვალმოგცემს იმ ასე ვთქვათ ნაყოფს, რომლის გარეშეც საქართველოს წინსვლა, განვითარება და მომავალი არ უწერია. ამიტომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. უდიპლომო სასიძოს დონეზე არ უნდა დავჭრით. აი მე რა მაინდა რეალური დიპლომი უნდა გქონდეს, რეალური ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროფესიული ასე ვთქვათ კადრები უნდა გყავდეს და ქვეყანაში მართლა განათლებას უნდა გავდეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არის ხოლმე, მე არ მაქვს დამთავრებული და საერთოდ ზოგადად აკადემიურ ცოდნას დიდი ბოდიში ცუდ მაგალითს ვიძღები, მაგრამ ზემოდან უყურებ, იმიტომ რომ მე უმაღლესი არ მაქვს. დიპლომი მე არ მაქვს მეგობრებო. მაგრამ კაფელში კი როცა ხარ და ხელობას სწავლობ და 10000 ლარი გაქვს თვეში. რატო უნდა გინდოდეს სხვა პროფესიის დაუფლება, სადაც უნდა იწვალო. სადღაც შეიძლება 1000 ლარიანი სამსახურზე ემართხო რომ ვიღაცას და მთელი ცხოვრება ესე იყო. ეს თქვენთან არ არის ხელისუფლებასთან შეკითხვა, ხალხის მენტალობის განსაზღვრელია, რომ შემდუღებელი, კაფელის დამგები, პრარაბის ხელოვნება, ხო, რა ვიცი, ხელოვნება რა, ხელოსნობა. ცნობილი ფილმიდან უდიპლომო სასიძო. აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენი გარკვეული მენტალური ის არის. საბჭოთა პერიოდში საქართველოს სოფლიოში ყველაზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, პროფესორი. არა, საქართველოს იმ დროს შეგვეძლო, იმიტომ რომ ხო, ნუ ეს ტრენდი მოყვება. ის არის ხო ცუდი. მაგრამ ტრენდი მოყვება ჩვენი თავი და ჩვენადვე გვეყოლდეს, ხო? ხო, გავუში რა შვილია სადმე დაინტერესდეს რომ ფული ედოს ჯიბეში, ხო? და ძალიან როგორი საჭირო პროფესიებია. საქართველოში ვერ იპოვეს. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ახალგაზრდები მიდიან. უკვე, ძალიან. უკვე თვითონ მიდიან, სწავლობენ ხელობას, სწავლობენ სხვადასხვა რაღაცას, ცდილობენ, რომ მათი ასე ვთქვათ, რომ თავიანთი ცხოვრება თვითონ უზრუნველყო. კი ბატონო, ძალიან. იმიტომ მან იცის, რომ ყველას არ აქვს მშობელს იმის საშუალება, რომ მას ცხოვრება მოუწყოს. თვითონ უნდა მოიწყოს და საშუალება ვისაც აქვს, ისიც ეცადოს, რომ შვილმა ცხოვრება თვითონ მოიწყოს, ვიდრე შემოწყობილზე. ირაკლი ქალაგიშვილი იყო ჩვენ დასტუმრად რეკლამის შემდეგ ბატონი გიათ გაბისონია მომბრძანდება განათლების მინისტრის მოადგილე და ვილაპარაკებთ ამ თემაზე უფრო ჩაგრონებულად და ძალიან საინტერესოა იაგო ხვიჩი აკოყოლება მესამე სტუმრად, აბა. არ გაგზავნებოდეთ დროებით. კარგია. მოგესალმებით ბატონო ზიად გაბისონი არის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. თქვენ განათლების კუთხით ბრძანდებით, ხო? უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ძალიან კარგი. აი რა კარგია მეცნიერებაც აქ არის. მე ნაფიზიკოს არის სტუდენტი ვარ, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ვერ გავქაჩე, არ მეყო, იმიტომ რომ მარტივი არ არის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლა. მივხვდი რომ ფიზიკოსი ჩემგან არ გამოვიდო და თუმცა მოყვარულის დონეზე რაღაც დიდი გულშემატკივრობა აქვს მეცნიერებს, იმიტომ რომ მეცნიერები არიან ადამიანები, აი ბერები, ნამდვილი, რომლებიც თუ მართლა მეცნიერია, შეწირული არის ამ საქმეს. ძალიან კარგი რომ ხელფასი იზრდება პროფესორის, ძალიან კარგი რომ რაც გავიგეთ. მე 1 წელი აღარ ისწავლიან ბავშვები, იმიტომ რომ მე 12 წელი არ იყო საჭირო, მე 0-დან 10 კლასამდე სწავლობდი, ეგრე იყო სწორი. კარგია რომ გადაწყვიტეთ უმაღლესი სასწავლებლების თბილისიდან გატანა. ყველაზე მთავარი, რას გამოარჩევთ? პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის, ბევრი პუნქტია. იქიდან დავიწყოთ და მივყვეთ მე. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ გუშინდელი პრეზენტაცია იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილი და არა სკოლების ნაწილი, რადგან სკოლებზე ვამზადებთ, რა თქმა უნდა, ამას და უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, იმიტომ რომ მაინც გამოვიდა, რომ გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოგლეჯილია კლასთან დაკავშირებით მოხდა. თვითონ რეფორმა არის ძალიან ფუნდამენტური და გულწრფელად რო გითხრათ, მე ხა ამ სისტემაში 25 წელია დაახლოებით რაც ვარ, უწყვეტად როგორც პროფესორი და ასე შემდეგ, რატო ვამბობ? იურისტი გახლავართ, კერძო სამართლის მიმართულებით, ოღონდ მაქვს ძალიან სპეციფიკური დარგები, საერთაშორისო კერძო სამართალი, ინტერნეტ სამართალი და ხელოვნური ინტელექტი და ანუ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულება, მაგრამ და კერძო სექტორში რატო არ დარჩით და აქ რატო ხართ? კერძო სექტორში ვიყავი მთელი ცხოვრება. და გადაწყვეტეთ რომ საჯარო სამსახურში მხოლოდ ეხლა შემოუერთდი სულ 2-3 თვეა. მომილოცავს. ალბათ იგრძენით სუსხი უკვე კი ბატონო. რეფორმებთან დაკავშირებით. სპეციალურად გასაგები. კი ბატონო. ამიტომ მთავარი საკითხი რა არის, რომ
უმაღლესი განათლების რეფორმას რატო ვამბობთ, რომ ფუნდამენტურია, რადგან ისეთ სფეროებს ეხება, რაც აქამდე 30 წელი არ შევხებივართ. მათ შორის მაგალითად ის ნაწილი, რომ 2 ცენტრი იყოს ქვეყანაში, დაახლოებით რომ გითხრათ, განლაგება 85%, თქვენ იცით, რომ უნივერსიტეტებისა თბილისშია თავმოყრილი, თავკომბალას პრინციპია და რაც ძალიან მტკივნეულია, ბევრი მიზეზის გამო. ამით ვერ ვანვითარებთ რეგიონების ნაწილს და შემდეგ კრიტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ იცით რა, აი რაღაც პროვინციალიზმი მოხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და მე მგონი პროვინციალიზმის ლოგიკა ცოტას განსხვავებულია. ამ ეტაპისთვის აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც თქვით, არის თბილისში თავმოყრილი, მაგრამ რაოდენობა არის წარმოუდგენლად დიდი. დაახლოებითი სტატისტიკა რო ავიღოთ, გერმანიაში მაგალითად 1 მილიონი მოსახლე ერთი უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვამბობთ, ანუ დაახლოებით 80 უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამ უნივერსიტეტამდე უნდა დავიყვანოთ, მაგრამ ის რაც ჩვენ არ იქნებოდა ცუდი სხვათაშორის. წარმოუდგენლად რაოდენობა, აქედან 19 გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტი, დანარჩენი გახლავთ დაახლოებით 34-ზე ცოტა მეტი გახლავთ კერძო უნივერსიტეტი. კომუნისტების დროს არ იყო ამდენი, იყო 6-7. იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტებიც არ იყო ძალიან კარგი იყო. ბევრი უნივერსიტეტი კომუნისტების დროს არ იყო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე. მათ შორის რეგიონალური იყო ინსტიტუტები. მართალია. არა, გპი არ იყო და სამხატვრო გასაგები უნივერსიტეტი იყო ერთი. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო, იმიტომ რომ უნივერსალური ცოდნის მიწოდებელი იყო. მე ძალიან ამიტომ ეს რეფორმა ძალიან რთულია გამოვარჩიოთ ერთი ძალიან კონკრეტული მიმართულება, მაგრამ თვითონ მოდელი არის ძალიან საინტერესო. ერთი რაც მთავარია, მინდა გითხრათ, არის ის, რომ ის რაც გუშინ პრემიერმა გააჟღერა, ეს არის ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი და ეს არ არის ემოციურ დონეზე რაღაც ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ. ამასთან ერთად ჩვენ მუდმივად კონსულტაციებში ვართ ყოველ დეტალზე, რადგან შეუძლებელი იყო გუშინ გააჟღერებულიყო ყველა ის დეტალი რეფორმისა, რაც დეტალებში იქნება თანდათან გაჟღერებული. მათ შორის მაგალითად სკოლის 11 კლასამდე დაყვანა იყო თანდევი ერთ-ერთი ნიუსი და მესიჯი, რომლის უკანაც არ ყოფილა რეფორმირება. ჩვენ გვაქვს გუშინვე გამოვაქვეყნეთ უმაღლესი განათლების კონცეფცია, ორკვირიანი ვადა განვაცხადეთ, რომ საჯარო განხილვაზე ნებისმიერ შეუძლია რომ ნახოს კონცეფცია. რა თქმა უნდა, იქ 11 კლასის საერთოდ ნახსენები არ იყო, იმიტომ რომ ამოვარდნილია ამ ნაწილიდან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გაჟღერდა, მაგრამ დეტალების გარეშე. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია 11 კლასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ, რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ რომ ეს რა თქმა უნდა არ იქნება მეცნიერების რეფორმირების გარეშე, გუშინ პრემიერმა თქვა რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ მეცნიერებასთან ბმაში გვაქვს და ამას მეც ვადასტურებ 100-იან ნამდვილად. რადგან ამ მიმართულების კურატორი ვარ და ყოველდღიურ რეჟიმში უყურებთ ამ ყველაფერს. გარდა ამისა ძალიან საინტერესო კონცეფცია გახლავთ ის რომ უნდა იყოს 2 ცენტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ საქართველოში განათლება გადავანაწილოთ გეოგრაფიულ ცენტრებს, თბილისი და ქუთაისი, ორი ასე ვთქვათ ისტორიული და დედაქალაქი. ზღვისპირეთში ჩვენ გვაქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რჩება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად. ერთადერთი ჩვენ რაც გვინდა ის რომ რეგიონულ უნივერსიტეტებს ქონდეთ რეგიონთან დაკავშირებული პროფესიები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. მაგალითად, ძალიან მტკივნეულად აღიქვეს იურიდიულ ფაკულტეტთან დაკავშირებით, მე თვითონაც იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი გახლავართ, ხო? მტკივნეულად აღიქვეს მაგალითად კონცეფცია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. რაც ნიშნავს იმას, არ გვინდა ამდენი იურისტი. თუ ბოდიში მე დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის. მესმის. მე გეთახმები. უფრო მეტიც ძალიან კარგია. უფრო მეტიც რამდენი ადამიანი. კარგი შეკითხვა. უფრო მეტსაც გეტყვით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგალითად რომელიც გაცხადდა რომ თქვა იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით თავისი ისტორიული წიაღიდან გამომდინარე იქ არის ძირითადი კერა. აქაც დღესდღეობით სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ გაცილებით მეტი იურისტს ვიღებთ ყოველწლიურად ვიდრე ეს ბაზარს სჭირდება. ბაზარს კარგი გაგებია. მაგრამ აქ ერთი ამბავია უყურეთ ცხვრის ფარა რო არის დიდი ბოდიში რომ იურისტებს ვადარებ ფიზიკოსები ავიღოთ კი ბატონო. თქვენ კარგად იყავით, ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ფიზიკოსებიც კარგად გამყოფთ ღმერთმა. ხო, მე არა ვარ ფიზიკოსი და კარგად იყავით საერთოდ არიან. ზეციურ საქართველოში გადარჩენ, მეგონი, იმიტომ ისე გაჭირებულები არიან ეგ საწყები. მოკლედ რას ვამბობ? უყურეთ ფიზიკოსები ან ქიმიკოსები, რა მნიშვნელობა აქვს? რაოდენობის ხარისხში გადასვლის საკითხია. ეს მუშაობს თქვენ ჭვიანი კაცი. გეთახმებით. უყურეთ, როცა 100 კაცია, შეიძლება 100-ვე არ დაგჭირდეს, მაგრამ 100-დან 50-ია უკეთესი, 50-დან 20 და როცა
ძირი იკლებს, შეიძლება გენიოსმაც ისე კარგად ვერ გაიხაროს. ხო ხვდებით? ხარისხი გადადის რაოდენობაში. თლად რაოდენობა არ უნდა მოვცელოთ. არა, ლოგიკა ეს არ არის. ანუ ლოგიკა არ არის ზუსტი რაოდენობების განსაზღვრის ნაწილში. ნახეთ, ჩვენ არ დაგავიწყდეთ, რომ გვერდით ყავს კერძო უნივერსიტეტებიც. ანუ ჩვენ აქვს საუბრობთ ახლა უმაღლესი განათლების რეფორმის დიდი კომპონენტი ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დაფინანსების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროებები, რასაც უნდა მოხმარდეს უმაღლესი განათლების ნაწილი, ჭირდება სახელმწიფოსთვის. კი ბატონო, ეს ერთი ნაწილი. მეორე, კერძო უნივერსიტეტები რჩება ბიზნესად. რა თქმა უნდა, ბიზნესი არ ნიშნავს თავისუფალ ბიზნესს, რადგან რეგულირებადი ბიზნესია განათლება მოგეხსენებათ, აკრედიტაციები, ავტორიზაციების ნაწილები არ უნდა იყოს. არის გარკვეული ტიპის სტანდარტებზე დაფუძნებული. ამიტომ უნივერსიტეტები, კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც გადალახავენ აკრედიტაცია, ავტორიზაციის სტანდარტებს და იურიდიულ სკოლებს გააგრძელებენ, მათ შორის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, აქ რაოდენობა არაფერი არ იზღუდება. ანუ კერძო უნივერსიტეტებს შეუძლიათ გარკვეული ტიპის ბაზრისთვის დამატებითი, ასე ვთქვათ, კონტინგენტი შექმნან. რეზერვების ამ მსგავსი ტიპის, აი, იმ ლოგიკით თქვენ რასაც ამბობთ, რომ მაგალითად 200 სტუდენტი თუ ავიყვანე, იქიდან შეიძლება 20 გამომადგეს რაღაც მაღალი კვალიფიკაციით, ან შეიძლება იმ კონკრეტულ ნაწილში გამოადგეს ქვეყანას, ხო? იმიტომ რომ სამართალიც ხო ძალიან ბევრი სფეროსგან შედგება. მაგალითად, კერძო სამართლის ექსპერტები ვთქვათ, ან სპეციალისტები სისხლის სამართალში არ გამოვდგებით და პირიქით. ანუ აქაც არის დაყოფა. მაგრამ ერთი ხაბანგი იყო ყოველთვის. ეს კერძო უნივერსიტეტები აგუიმებდნენ საწყალ ქართველებს, ისევ არის შენარჩუნებული, ოღონდ დიპლომი მქონდეს და აგუიმებდნენ და მასას კრებდნენ რა. იმ დიპლომს მე არ უყურებდნენ ახლა რომელიღაცა ვიღაცის სახელობის არ მინდა სახელი და გვარი თქვა დიპლომს აქვს გამავლობა თუ არა და აი ეგ ახლა მოსაგვარებელია იმიტომ რომ თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში მშობელი ამბობს რომ შენ რა გინდა სახელმწიფო მე თუ გოიმებდები რომ მივდივარ ჭიღრო-პოღრო სადღაც სიგიჟეში რა კი ბატონო და სამართლებრივად უნივერსიტეტს აქვს ერთნაირი იურიდიული ძალა რადგან როცა ის გადის ავტორიზაცია აკრედიტაციას მისი დიპლომი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული მარტივ ენაზე რომ ვთქვათ კერძოსი მათ შორის კერძოში ანუ სახელმწიფოს დიპლომი სახელმწიფო უნივერსიტეტების და კერძო უნივერსიტეტების კანონმდებლობის დონეზე ერთნაირად გადის რადგან ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილია მეორე არის რაც პრემიერმა ხაზგასმით თქვა ხარისხის ნაწილი აი რა ხდება ხარისხის ნაწილში რატომ არის მაგალითად ჩვენთვის მტკივნეული რეგიონული უნივერსიტეტების დონეზე თუნდაც სამართლის ფაკულტეტები ყველგან შევინარჩუნოთ. რესურსები აკადემიური ნაწილი არის საკმაოდ პრობლემური. ანუ რეალურად ჩვენნაირი პროფესორები ძალიან ბევრ ადგილას ასწავლიან. ხო ყველამ ვიცით. არ არის ფული და არ მიდის ჭკვიანი. რა თქმა უნდა. მეორე ნაწილია, აი იგივე დაფინანსების ნაწილზე ხელფასი რო განაცხადა და თუ თქვათ პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ 10000 ლარი 10000 ლარი, ოღონდ დათქმას ვაკეთებთ. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ იმ პროფესორისთვის, რომელსაც 10000 ლარს გადაუხდით, ის იყოს ეგრეთ წოდებული კათედრის ან დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი, როგორც ევროპაშია სხვათა შორის, არაფერ განსაკუთრებულს არ ვამბობთ, მას ყავდეს ასოცირებული პროფესორები და ყავდეს ასისტენტ პროფესორთა კოჰორტა, რომელიც იგივე სასემინარო მუშაობის დროს და გარკვეული ტიპის სალექციო აქტივობების დროს დაეხმარება პროფესორს. მაგრამ თუ ამ ტიპებს რომელიღაც ჭიღრო-პოღრო უნივერსიტეტი აძლევს ასმანეთს და ოცმანეთს აძლევს სახელმწიფო ვერ მოსთხოვ ხარ სპეციალისტს რომ ოცმანეთზე წამოვიდეს ის გაიზრდება თუ არა ეს კი ეს თავისთავად გაიზრდება და გავხსნი რატომ ესე იგი ორი კატეგორიის პროფესორები გვეყოლება როგორც იდეაში უნდა ყავდეს პროფესორები რომლებიც სრულ შტატზე 40 საათი ვთქვათ სიმბოლურად მუშაობენ უნივერსიტეტისთვის და შეგახსენებთ რომ ჩვენთან უნივერსიტეტის და პროფესორის მოდელი დაგვერღვა რომელი უნივერსიტეტზეა? სულ ერთია. სახელმწიფო უნივერსიტეტებს გულისხმობ რეფორმის ფარგლებში. იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტს ხო ჩვენ ვერ განუსაზღვრავთ ხელფასს. სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა ლაპარაკი. შესაბამისად, რატომ დაირღვა? უნივერსიტეტის პროფესორი დღეს ძირითადად აღიქმება ლექციების წამკითხავად. რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან მიბმული არის საათობრივ ანაზღაურებაზე, დიდ დატვირთვაზე და ასე შემდეგ. მათ შორის იდეაში გამოცდების მიმღების ნაწილი არის ასისტენტ პროფესორები, ასოცირებულები და ნუ გამოცდების ნაწილში ევალება რომ პროფესორს, მაგრამ პრაქტიკაში გასაგებია რომ ესეც არ არის სამწუხაროდ.
მათთან არის ვინც მიკითხავდა პროფესორი იმ გამოსწორება. მეც გიდასტურებთ რომ ჩემ სტუდენტებთან მე ვასწორებ და მე ურთიერთობა მქონდა და ლაპარაკი. კი ბატონო მე ასისტენტი არ მყავს. და პიროვნული მომენტი იყო. გიდასტურებთ. მაგრამ არის მეორე კომპონენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით და ეს პრემიერმა გუშინ ხაზგასმით თქვა. საქმე ის გახლავთ რომ პროფესორი ჩვენ მხოლოდ ლექციის წამკითხავად არ გჭირდება, მას აქვს უნდა კონდეს უზარმაზარი დატვირთვა სამეცნიერო ნაწილშიც. პედაგოგიურიც და სამეცნიეროც. და ის სტუდენტები იყვნენ იმ თემების ასისტენტები, რომელზეც ის მუშაობს. მათ შორის ის ვალდებული უნდა იყოს, რომ აწარმოოს კვლევა, რომლის შედეგებსაც თავის სტუდენტებს გააცნობს, ჩართული იყოს პუბლიკაციების გამოქვეყნებაში, რომელზეც სხვათა შორის ვამბობთ, რომ ეს არ იქნება ხელფაში შემავალი ანაზღაურება, ეს იქნება დამატებით, თუ ის პუბლიკაციას გამოაქვეყნებს, განსაკუთრებით კონკურსში, ვებով საინჟინრო მაღალი. გარდა ამისა, მას არ ეზღუდება საგრანტო პროექტებში ჩართვა, კვლევით პროექტებში. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დღეს მაგალითად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გვაქვს, არსებობს კიდევ სხვა ტიპის პროექტები, მათ შორის სამინისტროსაც აქვს, არსებობს ჰორაიზონი, ევროკავშირის საგრანტო პროექტები, არსებობს დუალი და ბილატერალური, არის უამრავი პროგრამა, სადაც ძლიერ მეცნიერს და პროფესორს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს. სტუდენტი შეგირდად ყავს. და სტუდენტი შეგირდად ყავდეს, მისი მაგისტრები აქტიურად ყავდეს ჩართული, დოქტორანტები კიდევ უფრო აქტიურად და უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს საგრანტო პროექტები, სადაც სავალდებულო კომპონენტად განსაზღვროთ ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობას. რა თქმა უნდა, ეხა უფრო სიღრმეებში ქვემოთ არ ჩავალ, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის ფარგლებში და ვგეგმავთ, რომ ეგრეთ წოდებული პოსტდოკების ინსტიტუტი გავაჩინოთ, ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც სადოქტორო დაიცვა და დოქტორის ხარისხი მივიდა, მე სისტემიდან გადის. რატო? პრაქტიკაში გადადის. და რეალურად ტიტულს იტოვებს ძალიან იშვიათად. ოღონდ ეს როგორც წესი იმიტომ ხდება, რომ ფული არ არის ამაში. იმიტომ რომ დაბალი ანაზღაურება, ამიტომ თუ გაზდით ტიტულატურა ჭირდება, იმიტომ რომ სამსახურში ვთქვათ გარკვეული ტიპის დამატებითი ანაზღაურება მიიღოს, რადგან არსებობს სამსახურები, ტიტულატურის ნაწილზეც მე მგონი გასაგებია, ავტორიტეტის ნაწილია, ხო, როდესაც ერთ თანაბარ პირობებში ერთი დოქტორია და მეორე ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული, დამსახურებელმა შეიძლება კერძოებში უფრო მეტად არეგულირებს. დოქტორი იყოს, მაგრამ ეს უფრო მომწონს. გიდასტურებთ. კერძოში ძირითადად ეს ასეც არის, თუმცა არის მაგალითად სპეციალური სამსახურები, სადაც მას გარკვეული ტიპის დამატებით იგივე HR-ის ნაწილში არის დამატებითი ქულები, კომპონენტები, რომელიც დამატებით განსაზღვრებას ითხოვს. ჩვენი ამოცანა ეხლა რა არის, რომ პირველ რიგში აუცილებელია პროფესურა განსაზღვროს კონკრეტული მიმართულებები. მათ შორის აუცილებელია ის, რაც არ გაჟღერებულა და რადგან გაინტერესებ, დამატებით ვიტყვით ამას, რომ გარდა სალექციო კურსებისა, რომელიც მუდმივ განახლებაში უნდა იყოს და რეალურ მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, რომ ის იყოს მუდმივად ჩართული პუბლიკაციების ნაწილში, ეს ერთი და მეორე. ძალიან გვჭირდება, რომ მან გასაზღვროს კვლევითი პრიორიტეტები. პრობლემა რა არის დღეს? დღეს რეალურად კვლევითი ინსტიტუტი თუ ფაკულტეტები განსაზღვრავენ ქაოტურად ისეთი ტიპის მიმართულებებს, რომელიც სახელმწიფოს არ ვინ უნდა განსაზღვროს ეგა? არსებობს ორი მოდელი. პოლიტიკა ვინ უნდა განსაზღვროს? სახელმწიფომ. არსებობს ორი მოდელი. სამინისტრო უნდა განსაზღვროს. დაუშვათ საქართველოს მთავრობა. ხო. სამწუხარო ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 90-იანი წლებიდან სამეცნიერო პრიორიტეტები არ განსაზღვრულა და დღეს საქართველოს 91 სამეცნიერო პრიორიტეტი აქვს, რაც გასაგებია, რომ ძალიან უხერხულია. დაახლოებით რომ შეგიდაროთ, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა 3-დან 5 პრიორიტეტი აქვს. არა, ანუ პრიორიტეტები რა 90 ფორმალური ეს გვირგვავს ეგრეთ წოდებულ დაფინანსების მოდელს, ანუ ჩვენ საგრანტო ნაწილში ჭავლური პრინციპით ვაფინანსებთ, ყველაფერს ვაფინანსებთ ქაოსურად და არაფერს არ ვიღებთ რეალურად, ის დადის კონკრეტულ პუბლიკაციამდე ძალიან მნიშვნელოვანია პუბლიკაციაც, მაგრამ სამეცნიერო ღირებულების მიხედვით და ხვდებით, რასაც გულისხმობ, ამაში მილიონები იხარჯება სხვათა შორის, ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ ფაკულტეტმა თვითონ კვლევითი პრიორიტეტი მინიმუმ დეპარტამენტის დონეზე ხა უნდა განსაზღვროს, სადაც ჩვენ გვეცოდინება, რომ მაგალითად პოლიტოლოგები მუშაობენ იმ პოლიტიკურ აქტიურ საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოს გვჭირდება. ფსიქოლოგები მუშაობენ იმაზე, რომელსაც ჭირდება დაშენება. არ მინდეს არარსებული პროფესორები რო ლაპარაკობ. აი ფიზიკოსი ვარ, ტოპოლოგიას სწავლობ. ბირთვულ ველს სწავლობ. კი ბატონო. ხო, ანუ ეს განაჩენი ლირიკოსები მაგაზეთ შემოყვებით. არ მაინტერესებს. მაგაზეთ შემოყვებით. ბირთვულ ველთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რამდენად არის ინსტიტუცია რესურსებით მზად ბირთვულ ველებთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ მაშინ უნდა გაუშვა კაცი და იქ უნდა ამუშაო რა. ამის მოდელიც არსებობს. ცერჩი მაგალითად. ჩვენ ყავს დუბნაში თუნდაც, ამერიკაში, იაპონიაში, ჯეი პარკში და ასე შემდეგ. რა კაცუკებმა რა არის. ჯეი პარკში და ასე შემდეგ. ანუ რატო ვამბობთ ამას?
აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ის კვლევითი კომპონენტები, რომლებიც საქართველოში არ არის, კოლაბორაციაში იყოს. აქაც არაფერი საშიში და საფრთხის შემცველი არ არის. ჩვენთვის თავარია, რომ მან იქ აიღოს ექსპერიმენტული შედეგები და შემდეგ საქართველოში განავითაროს ექსპერიმენტული შედეგი შედეგად არსებული. აქეთ და იქით წავიდეს. კი ბატონო. მათ შორის იგივე სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილში მზად ვართ სახელმწიფო აქტიურად ჩავერიოთ მათი ჟურნალების გამოწერა, ინფორმაციის მიღება, მაგ ჩაიდება ფული. დღემდე არსებობს ეს. საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძირითადად სამინისტრო და სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველაზე მაღალ ციტირებად ინდექსიან სამეცნიერო ბაზებზე წვდომას, პირველი, უზრუნველყოფთ ჟურნალების გამოცემის ნაწილს, ეს მეორე, მესამე ვაფინანსებთ პუბლიკაციებს, მათ შორის ისეთ პუბლიკაციებს, რომელიც მაღალ ციტირებად ინდექსებშია, მაგრამ ძვირადღირებულია, საგრანტო პროექტებში სპეციალურად უდებთ ამ კომპონენტის დაფინანსების ნაწილს, ეს დღესაც ასეა. ანუ ეს შეიძლება თქვათ, რომ კომერციულებზე უკეთესად გაკეთეთ ექსაქტი. რა თქმა უნდა. ანუ რატომ მიდის მაშინ? რა თქმა უნდა ასეა. იმიტომ რომ რატომ მიდის მაშინ? ასე მარტივად ვაჯობოთ კომერციულ საკითხებს. უნდა ვაჯობოთ რა ნაწილში? რატომ მიდის? პირველი. მითხარით. კერძო უნივერსიტეტი არის უფრო მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, არა მარტო კონკურენციულ ნაწილში. ნახეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი კონკურენციაში შემოვიდეს. ანუ ნიშნავს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატს და კონკრეტული პარამეტრების მატარებელს ერთი და იგივე შრომითი პირობები უნდა შეთავაზოს. და ესეთი არის დაბალი. რატომ? სახელმწიფო რეგულაციებში ზის და ამიტომ. შევცვალოთ. კი ბატონო. არა, არ არის სწორი. გიდასტურებთ. მეორე ნაწილი რა? მაშინ ყოველთვის მოგიგებთ. კერძო უნივერსიტეტებს ყოველთვის აქვთ მეტი რესურსი მოლაპარაკების, იმიტომ რომ კერძოა. შესაბამისად, შეუძლია ერთი და იგივე პროფესორს ორი განსხვავებული ანაზღაურება ჰქონდეს. იქ დაბალი, იქ მაღალი. იქ დაბალი, იქ მაღალი. ანუ ამითი ჩვეულებრივ ყიდულობს, ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის ცოდნას. მაშინ პროფესორი სხვა ადამიანია, ძალიან ნუ გაუხურებთ და 20 ლარს ვაძლევენ 100 ლარად წაიყვანს, მაგრამ აქ თუ 70 აქვს, შეიძლება არ წავიდეს 100 ლარად. ამიტომ ვამბობ, დაუმატოთ მაგას. ამიტომ ვამბობ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გათქვა, პროფესორებს ვაძლევთ, ვაპირებთ, მივცეთ 10000 ლარი. ცოტა ქვემოთ ჩამოვალთ, შემიძლია ცოტა უფრო ქვემოთ, რომელიც დაზუსტებული არ არის, მაგრამ დაახლოებით ფიქრობთ, სადღაც 7000 ლარის ფარგლებში, 7 ასოცირებულ პროფესორებს და როგორც პრემიერმა თქვა, მისი ნახევარი მაინც უნდა ქონდეთ ასისტენტ პროფესორებზე. ხელზე. აჰა. შეიძლება. დიდი ალბათობით 20% გაჩუქეთ. დიდი ალბათობით ხელზე. კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან კარგი. ეხლა კიდე ისა. მე არ მომწონს მისაღები გამოსდები რო ტარდება ეს საყოველთაო გამოსდები. არ შეიძლება ეს. მისაღები გამოსდები უნდა მიიღოს პროფესორმა, რომელიც ეხლა ფულს იღებს და ქთამს იღებს, რომ აღარ არის ეხლა უზრუნველყოს სამართალდამცავმა, რომ ქთამი არა იყოს და ეს გამოსდები, როგორც მე ჩავაბარ, ისი არ შეიძლება რომ იყოს. ხო ჯობია, ჩემი აზრით. გულწრფელად გეტყვით, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არსებობს გუნდში. ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მისი გადაწყობა. ამ ეტაპისთვის გარწმუნებთ, რომ საკმაოდ რთულია და ახლობით წარმოვიდგინეთ 30-დან 40000-მდე სტუდენტი აბარებს კომპონენტების მიხედვით. პირველ რიგში სანამ აქამდე მიუვალთ, ეს ნაწილი გვა გასავლელი. მაგალითად, რამდენი სტუდენტი გვჭირდება უნივერსიტეტში, კონტინგენტის რაოდენობა. იმიტომ რომ კონტინგენტის რაოდენობა დღეს არსებული არ შეიძლება და ესე რომ ჩავატარო. თეორიულად კონკურსი მაინც დიდი იქნება. ჩავატარო. უბრალოდ უფრო მკაცრი იქნება. ზეპირი გასაუბრება რაღაცა. მე ჩავაბარე, წერა ჩავაბარე მათემატიკა, ფიზიკის ფაკულტეტზე, ქართული ჩავაბარე, ქართული აუცილებლად და ფიზიკა გასაუბრება და ველაპარაკე, აი ჩემს მომავალ ლექტორებს დამინახეს და რაღაცნაირად შედგა კონტაქტი და მიმიღეს რა. და არ შეიძლება ესე. პრობლემური საკითხი რა არის გეტყვით. ამ ნაწილში პრობლემური საკითხი არის ტიპიური სამხრეთული მენტალიტეტის საკითხი. ანუ კონტაქტები, ნეპოტიზმი, ურთიერთობები, ცოდნა, წარმოიდგინეთ, რომ ეხა ეს გზა გავლილია ქვეყანას, ამიტომ იძულებული ვართ ამ ეტაპისთვის, იძულებული არა, ვთქვათ, რომ საერთო ეროვნული გამოცდების მოდელი ამ ეტაპისთვის ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევა, ბევრი მინუსის. ბევრი ამას კარგავთ, ჩემო კარგო. მესმის. ბევრი ამას კარგავთ. ძალიან აი არასწორად ხდება რაღაცები. ადამიანი ინდივიდუალობა ცდება რა. ეს ბოლონიის პროცესი რო არის. ზოგიერთ ქვეყანა უარს ამბობს ამას. ჩვენ როგორ ავართ მანდ? საქმე ის გახლავთ, რომ ხშირად სპეკულირებთ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ არანაირი მსგავსი რეგულაციები ბოლონიის პროცესში არ წერია. ყველაზე სასაცილო არის ხოლმე ის, რომ ესე იგი უცებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხდება განათლების ექსპერტი,
როცა დარწმუნებული ვართ, რომ დიდ ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ან წაკითხულიც არ აქვს ბოლონიის პროცესის ის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელიც გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრჯერ გვაქვს და ძალიან ბევრი გვაქვს დამუშავებული, გარწმუნებთ, რომ არც 3+1-თან დაკავშირებით არანაირი ბოლონიის პროცესი თანხმედრაში პრობლემური არ არის, სრულად მოდის, უფრო მეც გეტყვით, ევროკავშირის დიდი ნაწილი ქვეყნებისა სტატისტიკას რო გავყვეთ, 3+1-ზე გადადის, რატომ? იმიტომ რომ დასაქმების ნაწილში ბაკალავრიატი პლუს მაგისტრატურა. ამ ეტაპზე არის 4+2. ამ ეტაპზე არის 4+2. ვერ მიყვება ამ ამის მაგალითსაც გეტყვით, რომ ბევრია და გიდასტურებთ. მაგალითად 4+2 ნიშნავს 2 წელი მაგისტრატურა. რომელიც არ არის საჭირო. არ არის საჭირო და უფრო პრობლემურია. ყველა უნივერსიტეტებს ბოლო წლებში აქვს დანაკლისი სამაგისტრო პროგრამების შევსებაზე. არა იმიტომ, რომ რესურსი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იწყებენ მუშაობას და ძალიან უჭირთ 2 წლის განმავლობაში ასეთი ტიპის სალექციო დატვირთვას გაუძლონ, როცა გარწმუნებთ, რომ სამაგისტრო პროგრამების დიდ ნაწილში მეორე წლის კომპონენტები, როგორც წესი, არ გულისხმობს სამაგისტრო ნაშრომზე გადასვლას, ხშირად არის ან გაღრმავება, ან განმეორება რაღაცა. რაც მე მაწუხებს ყველაზე ძალიან, როგორც ფიზიკოს და არა ლირიკოს. ეს რაღაცა ისინი ლიტერატურათმცოდნეები და ფილოლოგები და ვიღაცები გასაგები არ გჭირდება. ფიზიკოს ნებისმიერ კარგ ფიზიკოს იურისტიც არის, ჩემო კარგო. დიახ. დიდი ბოდიში. კარგი ფილოლოგიც არის და თუ დაძლია ტენზორული აგრიცხვა თუ დაძლია მესამე კურსზე და აინშტაინის ფართობიტობის თეორია, იქ ყველაფერს დაძლევ რა. და მათემატიკას არის. ესეთი ახმა გვაქვს ჩვენ. რა ვქნათ ამ ტექნიკურ დისციპლინებს უპირატესობას არ ვიმანიჭებთ. აღარ აკვავს გვირაბშენები, აღარ აკვავს ხიდმშენები, აღარ აკვავს გზის მშენები, ინჟინრები. მართლა ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოგვემატოს და ის დაგვაკეთოს. პირიქით რეფორმის იდეა სწორედ ეგ არის, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ანუ ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ის რაც პოპულარულია, მაგრამ ანუ რეალურად რა ხდება დღეს, ხო? წლების განმავლობაში პოპულარული პროფესიები დაცილდა რეალურ მოთხოვნას. მაგალითად, იგივე ჩვენი პროფესია ხო, იურისტების პროფესია, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრება, უამრავი კონტინგენტი ყავს. იურისტები უამრავი კონტინგენტი დასაქმება არ ყავს. გვირაბშენი გვჭირდება და არ ყავს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ამის გადაწყობა მოხდეს სხვადასხვა სტიმულირების მეთოდების გამოყენებით, ხო? მათ შორის იგივე პროფესორების გადალაგების ნაწილში, მათ შორის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესების ნაწილში, რომ რაოდენობრივად არ მოხდეს გრანტზე მიბმული რაოდენობის მოყვანა სტუდენტების და ასე შემდეგ და ასე. კიდე რამე დარჩა რაც არ მეკითხავს, ხო თავკომბალა აღარ იქნება თბილის რამდენ ხანში დაახლოებით 60 წელიწადში? დაახლოებით, რადგან ინფრასტრუქტურის აშენება გასაგებია, რომ პერიოდი ჭირდება, ამ პერიოდისთვის რაც სასწავლო კომპონენტებია, ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ გადაწყობას, მაგალითად 2 კვირის თავზე, როცა დასრულდება, ვთქვათ, ასეთი ტიპის ნაწილი დავიწყებთ სასწავლო კომპონენტების გადაწყობას და შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს მივაყოლებთ. მე ნუ მეკითხებით სკოლაზე რაღაცები რო ვკითხო, იმიტომ რომ მე ისეთი რადიკალი ვარ, რომ ბევრ ამას საერთოდ დავხურავდი რა. და მე აღშფოთებული ვარ ბავშვების მე ნაკომუნისტარი კაცი ვარ და გამრავლების ტაბულას ზეპირად უნდა გწოდნოდა. არიციან, ეს რამე მითითებაა, რომ ზეპირად არასწავლონ გამრავლების ტაბულას, თუნდაც გეხვეწებით, გამარკვევით რა. მე მეუბნები ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა. რა მოიტანა? არა, ეგრე არ არის. მე დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ღამის 3 საათზეც რო გაგაღვიძო, გამრავლების ტაბულა უნდა იცოდე. სკოლაშიც ეგრე მასწავლეთ პატარა. ჩემი მშობლებიც ესე მეუბნებოდნენ. ეხა არიციან, იცით? გონიერმა ბავშვებმა. რაღაცა ჩემი პირადი ხონა, გამრავლების ტაბულას ზეპირად ასწავლეთ რა ბავშვებს რა. კარგი, დიდი მადლობა. უღრმადლობა ძალიან საინტერესოა იყო თქვენი ტელევიზიის კარი, თქვენი რეფორმისთვის და თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის ყოველთვის ღია. უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და იაგო ხუჩია არის კი ბატონო. კარგად ძანდებოდი. იაგო ხუჩია მოვა. ჩვენ განაცემის სტუმარია იაგო. მაგრამ გავიშიფრეთ, იმიტომ რომ აგერ ჩვენ კითხულობთ ჩვენი მაყურებლის ტექსტ შენ სტუმრობასთან დაკავშირებით, იაგომ რეიტინგი აკრიბა და ეხლა შალვას დავალება აქვს ამენად დააგდოს. მიდი შალვა, იპროვოკატორე, 2 წელი არც ეს არ იყო გირჩი და აბა ეხლა რა მოხდა თუ არა გასაგებია. რა შეგიძლია პასუხი გასცე ბატონ ბაჩოს? არა, მე მადლობელი ვარ რომ მიწევთ და შეგინდოდა რომ რა თქმა უნდა სულ მინდოდა მე რომ ძვირფას კოდს ამოწევოს. ამ წესიერად მოიქეცი? როდის არ ვიცოდი წესიერად? არ ვიცი, ეხლა შეგატყობთ.
კარგი. ეს ხუმრობა მოქალაქის შეკითხვა. ხო, მოქალაქის შეკითხვა. პირიქით მე სუმინდოდა, მაგრამ არ მეძახდნენ, სანამ არჩევნები იყო. ახლა არ არის არჩევნები და მაქვს პატივი რომ ჩემს ვირფას ქართული ოცნების სამომრჩეველს ველაპარაკო პირდაპირ ეთერში და მე ძალიან მიხარია რეიტინგი მომიმატება თუ დამაკრება. არა, შენ არ იზიარებ ამ შეთქმულების თეორიას, რომ მე უნდა ვიპროვოკატორო ახლა. ნუ ხა შენ ბუნებრივად არავის არ გაუკვირდება რომ ვიპროვოკატორო. რა მე და შენ დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ და პროვოკაციებიც გვესმის ერთმანეთის. და კარგი. დავიწყოთ, აბა რა არის დღეს მნიშვნელოვანი თემა? დღეს მნიშვნელოვანი თემა არის რაც მოხდა. დაჭერა ხოცების. დაჭერა ხრეკა. ბატონო? ხრეკა არა, დაჭერაზე ჯერ არ მისულა. როგორც არის. კოც ლიდერი, ყოფილი კოც ლიდერები. ძალიან გთხოვ, ვიყავი, ისა რა ქვია, კორექტული. კოც ყოფილი კოც ლიდერების. შეგქონდა ესეთი მოსაზრება, რომ ყველაფერი რაც აი სიგიჟე რაც ხდება ოპოზიციაში, არის მოწყობილი. ჩვენ ხარ თუ არა ისე ამ კი, აი მე ზოგადად გონია, რომ ქართული ოცნება, ზოგადად ბიძინა ივანიშვილი, ცუდად ეპყრობა თავის ამომრჩევლებს. რატო? აი ეს ცოტა ხნის წინ წარმოედგინე აქებდი ღარიბაშვილის ქება იყო საყოველთაო მოდაში. მე რა პრობლემაა? და ნუ რაღაცა მთელი ამბავი ასე სხვა ლიდერები. არ ვიცოდით. ასე ხდება ძალიან ხშირად. ეს არ უნდა გამოეკიდო ხისტად ადამიანს. ხო და უცბად. რო დაგიდონ ფაქტები, რომელიც არ იცოდი და ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ რო დაგიდონ რა უნდა გავაკეთო? მივდიოდ ბრმად? არა მე ინფორმაცია არ მაქვს, როგორ შეიძლება ბერაბის ბრმად მივდიო, მაგრამ მე ზოგადად აუჯერებლად მეჩვენი ვარ, რომ ბატონმა ლილუაშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა ბატონ ბიძინას უღალატეს. ამას ვერ ვიჯერებ. ქთამი აიღეს? ქთამი არ იღეს, იცი როგორ არის, რომ ქართულ ოცნებაში ქთამი მე მგონი არავის ზოგადად არავის არ გაუკვირდება. რატო ვითომ? ანუ აქ საუბარია იმაზე, გეტყვი ახლა, საუბარია იმაზე, რომ დაშვებულზე უფრო მეტი ქთამი აიღეს თუ არა. ქთამი თუ რა ქვია? სპეკულაციებია. კარგი, გავიგე, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რომ მაგას დაადგენს ყველაფერი და ისეთი ხო თუდად მოპყრობა არის ეს შენ სამომრჩეველს და ვიღაც კოორდინატორებს იერარქიაში ჯერ აკებინებ და მე უცბად პირიქით გამოაცხადებინებ მოღალატეს. მე შევხვდა უკვე Facebook-ზე შევხვდა ცუდი ისინი ამ გაგებით რომ ხალხის საგონებელს მაგრამ მე პირიქით მგონია რომ ხისტი არ არის თემა, წარმოიდგინე, ხისტი ვაფშე არ არის თემა და იქ როგორ არის, იცი, შენ ვინც ქთამს აიღებს, ყველას დასჯიო, მაგრამ არა, მაგრამ ვინც გავიგებ რომ და დაუნტკიცებ, ყველას დავჯიო. ეგ თემა არის რა. თუ იქნება ფაქტები, თუ რას ქვია, პირიქით, ჩემი აზრით, ქართული ოცნების რეიტინგს აწევს და დავნიზლავდოთ ახლა თუ ასე არის. ანუ შენ ფიქრობ, რომ მოღალატები იყვნენ ბატონ ლილუაშვილი და ბატონ ხარაშვილი? შენი არ იყოს, მეც რაღაც გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. როცა შეხვეჭვი არ გეპარება რომ დაფაქტული ყველაფერი იქნება რა. ხო და მე როგორ იცი ეჭვი რო არ შეგეპარება ისე თუ გიჟი არ ახარ რა. ხო და მე ვინაიდან დღეს მოვედი აქ შენთან სალაპარაკო, თვლი რომ უფრო მეტი იცი შენ ჩემზე, იმიტომ რომ არ მინდა თქმა, იმიტომ რომ არ მინდა მოვლენებს გაუსწრო. და იქნება მიგვანიშნო პროპაგანდა როგორ მიდის ამ მიმართულებით, რომ ეს ხალხი ღალატისკენ და ისეთი მირქმედებისკენ წავიდა თუ რამე თამაშია ესეც. პროპაგანდას რაც შეეხება, დარწმუნებული ყავი რომ რახან სიმართლეზეა დაფუძნებული ძალიან მაგრად წავა და ამიტომ არა მე შენს დის ვაფასებ ამ უგებდით ყველას მათ შორის პროპაგანდაშიც. ეხა იმაზე ხო, მაგრამ ძალიან ცუდი კონკურენტები ყავდა. ნუ ხელოვნურად გოშეკუნი ისინი დაბერდნენ. ხო და აი რაში არის საქმე? მე ერთ ამას ვაწვევი, უყურე. გავიგე ქართული ოცნების თემა შენი მხრიდან კონკურენტი ხარ, ოპოზიციონერი ხარ და უნდა აკრიტიკო. მაგრამ განცდა მქონდა და ეხლა ბოლოს ვაწვევი, რომ ფსიქიკურად შეშლილი ხალხი არის იქით ხარეს. ამას ძალიან სტაბილურად და თანმიმდევრულად ვაწვევ. მაშინ უკედესი თანმიმდევრულობისთვის მე მოგცემ რჩევას. ძალიან. შენ თუ მაგას მართლა გულწრფელად გჯერა, ანუ მე ხშირ შემთხვევაში გეთანხმები, ახლა ინდივიდუალური გამონაკლისები ყველგან იქნება, მაგრამ შენ ხშირ შემთხვევაში გეთანხმები, ოღონდ შენ თავგამოდებით უნდა ითხოვდე, რომ ეს ხალხი გამოუშვით გა. არა, მე როდის ვიტყვი? აბა გიჟებს ხარ, ციხეში რატო ვითხოვ გიჟების ყოფნა? მეგობრებო, შენ ხო ბოროტი ადამიანი ახარ. მე ვითხოვ, რომ დაუნიშნოთ ვიღაცებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა და თუ ექსპერტი იტყვის რომ შეურაცხადია გამოუშვათ. ხო, შენ ხო შენ რწმენით მოქმედებ რომ გიჟები არიან, წერან ხო მაგას ამბობდი. მაგრამ ესე როცა ციხეში ჩაჯდომა ან არ ჩაჯდომაზეა საუბარი, მარტო ჩემი რწმენა ხო არ ყბარა იურისტი. ნუ არა, იურისტი არა, არსებობს ხალხი მე გეთანხმები, მოყვები შემსჯელობაში. იქ რამდენიმე ადამიანი არის, რომელიც მე შენს გინახავს, მეც ვინახავს ვიდეო კადრები, რომელზეც რაც არ უნდა ექსპერტმა თქვას, რომ აი ესო ნორმალურიაო, მე მეცოდინება რომ გიჟები არიან. ხო და უკვე ციხეში ზიან, კაცო, უკვე ორთვიანი აქ მეჟი. არა, ეს დრო უნდა ამას, ეს დრო უნდა დააყენოს. არა, როგორ შეიძლება ერთი დღეც გიჟები ციხეში გვეძდეს? ხო და ჯერ ხო არ ვიცი, იცი რამდენი ვიდა. როგორ არ ვიცით, ვიცით. ძალიან ძარა. ნუ გეშინია გადაიტანენ ერთ დღეს. ყველა კი არა, მაგრამ აშკარად გიჟებიც ზიან. ხათაშორის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მობიერება გამოიჩინა, როდესაც ეს 71 წლის
კანონდამღები ექიმი იგირაოთი გამოუშვა, იმიტომ რომ ცუდი და ვითი განსხვავდება სხვა შემთხვევებიდან, სხვა ადამიანებიც ცუდ მდგომარეობაში არიან და მათ შორის მაგას საკში მყოფი ხალხი. არ ყოფილა ესეთ შემთხვევა, განსხვავდება. არა, როგორ არა, დღეს შემხვდა რომ 70-11 წელი. არა, ასეთ შემთხვევა პირველია და სპეციალურად შევისწავლე, მაგრამ გამოვიდეს დადასტურდეს და კი ბატონო, როგორც კანონი მოითხოვს, შეურაცხყოფ ადამიანს ვერავინ გაასამართლებს. ხო და აი თქვენ ასამართლებ, მე ხო მოყვები კაცო, შენ ვიძახი რომ გიჟები არიან, მე ხო მოყვები. ვიღაც ნაღდათ არის, მოვითხოვოთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მაგრამ თუ ამას ამბობ, შენ ხო შეძწუნებული უნდა იყო ბოროტების მასშტაბით რომ გიჟები გვიზის ციხეში. შეძწუნებული ვარ, გიჟები ყოველთვის გვეжда ციხეში, მაგრამ ერთი გიჟი აგერ იგვიზის. არა, ეგ არ არის გიჟი, ეგ არის შეურაცხყოფის მიმართვა, მიშას როცა გიჟს ეძახიან და ეს გიჟია. არა, როგორ არის გიჟი კაცო? აბა კარგი არა. ხო და რასთან აგვაქვს? მაშინ რატო ის ციხეში? კარგი, ეს ისინი გიჟები არიან. და მაგრამ აქ დაჭერილებში უღრევია გიჟები და თქვენ აი მე ბრალს გდებთ იმაში რომ შეურაცხადი ხალხი გიზით ციხეში რატომ? საოცრად გასაანალიზებელი საკითხია ეგ და მე მოყვები შენ და უნდა ყოველთვის მე მომხრე ვიქნები რომ რაც ჩემი რესურსია გამოვიძიო და ვილობირო მაგათი რომ დაუმტკიცდეთ გიჟობა. არა გამოვაშენე და მე გარეთ დავუწყე შენ თუ შენი სპეციალური სამამის დღესვე დაუნიშნე და მეორე დღესვე დაუნიშნე არ შემიძლია დღესვე დაუნიშნავდი დღესვე ეხა დალშე ამ გიჟებს რატო დაუჯერა შედარებით არაგიჟმა ხალხმა აი მე გეტყვი თქვენ ანუ ესე რომ შეხედო რა უცბად ხო ჩემ პოზიცია შენ ხო იცი რომ 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია არჩევნების მითვისების მიზნით წარმოიდგინე რომ მითვისების ვერ იტყვი მაგას ნუ მითვისებით რა რაც დასწორე ლაპარაკი მითვისება არ არის სწორი აბა რა ქვია მაგას მითვისება რას ნიშნავს კაცო არ მოვიდნენ ეს იდიოტებია მითვისება რა ზოგადად შენ გესმის რომ შენ ხომ ქალაქში ცხოვრობ მნიშვნელობა რა ანუ ჩათვალე რომ ვიღაც ადამიანებმა ხალხი მოატყუეს სპეცოპერაციის მიზნით სპეცოპერაციის გამო და წარმოიდგინე რომ ვიღაც ხალხი გავიდა აქციაზე და არა არჩევნებზე ამის გამო შეიძლება ვიცი ბრალიც გინდა ის ბრალი იყოს მითვისება არ არის სწორი შინაარსობრივად რეალობა რაც ვიდა აღარ ვიდაო რა მაინც რაც კი არ მინდა შენთან დავა საერთოდ უფრო მეტი რაღაცის დაფიქსირება მირჩევნია ვიდრე მე და შენ ვიკამათოთ წარმოიდგინე რომ ანუ ისეთი რაღაცა მოეწყო რომლის გამოც არჩევნებზე მისული ხალხი შედეგები რომელიც დაჯდა არ შეესაბამება რეალობას ეხა სხვა რამეს გეუბნები კაცო 90% კოციროზის საკრიმაში რა საკრებულოში მოგიგონოთ 10 რო სხვა ეგრე ხო არ არის თბილისში გადაწყვეტილი მოვიგონოთ გაძლიერდი და მოდი და გაიმარჯვე შენ მოვიგონოთ გიჟები არიან სისულელებს იჯერებენ და რაკრა ქართულმა ოცნებამ ოპოზიციაზეც იზრუნოს ოპოზიციას უთხრას რომ ჯერ ესეთი სიგიჟე საიდან დაიწყო იცი პარლამენტში რომ შემოვიდა ხო და მე სხვა რაღაცას ამბობდი ერთ წამი ნახე სხვა ჩემბრალია რომ გიჟები არიან ხო და აი ნახე სპეცოპერაცია შენ ხო მითხარი რომ მიზანი რა იყო და მიზანი იყო თქო რომ 90% 10% დამასრულებინე აზრი რა 80 მივალ იქამდე 90 10 წინააღმდეგ აიღოთ რაც არ შეესაბამება არსებულ რეალობას ამას ვიძახი არჩევნების მიტკიცებას და ამ წუთას არ ვკამათობ ხოცები რამდენ ხმას აიღებდნენ წესედად რო ჩატარებულიყო ასე შემდეგ ეს არ მაინტერესებს ბებია და ბაბუის ანეკდოტია ხო ახლა წარმოიდგინე უცბად მოაწყო ესეთი ტიპის სიგიჟე პრეზიდენტის სასახლესთან რომ გიჟების კონცენტრაცია ბუნებრივად იქნებოდა მაღალი ანუ ისეთი რაღაცა მოაწყო იმზიდულობის ცენტრში ხო ბუნებრივად ისეთი რაღაცა მოაწყო რომ იქ ისედაც მაღალი ვინ მოაწყე ქართული ოცნების სპეცოპერაცია რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები მაგრამ დაგეგმილი იყო ქართული ოცნების ოფისში ერთს არ აი მე ჩვენ დაჟიბო რაც ოფისში რას ვთქვით რომ აი ყოჩახ მამუკა თუ შენ ეს დაგეგმე ამას მართლა ყოჩახ მაგრამ მაგიტო არა მაგრამ ხო და ნახე ანუ წარმოიდგინე თუ ჩვენ ვამბობთ რომ აი ეს რაღაცა კარგად დამთავრდა ხელისუფლებისთვის ის არ დაგეგმილა ჩემი აზრით ოპოზიციაში ამიტომ გაურბოდა ყველა პასუხს გეგმა რა არისო ვინ არის მონაწილეო მაგიტომ არ იღებენ ის ხალხი გულში რო იძახდა 4-ში ყველაფერი თავდებაო დღეს პასუხისმგებლობა ჩემბრალია ეგ ოცნი თუნდაც ესე რო იყოს მოყვები ჩემბრალია იმათი ბრალი არ არის ვით თუნდაც ამ გეგმას აყვა არა იმათ ბრალი როგორ შეიძლება არ იყოს ანუ ისინი ციხეში სხედან და გასაგებია რომ პასუხს აგებენ ცოტა ხნით მაინც არ ვიცი როდის გამოუშვებთ მაგრამ ცოტა ხნით მაინც აგენ ერთადერთი აი გიჟები უნდა გამოუშვათ არა გიჟებზე არ არის და კიდე ერთი ადამიანი შემთხვევით აი ნულობიდან რა იმას რა შემთხვევით გიზით მანჯგალაძე შემთხვევით ყველა მიცის რომ მანჯგალაძე არ არის რევოლუციონერი რა უნდა ყველა პარლამენტში მაინც რა შენ რატო არ იყავი იქ არა რა შუაში აი ხო ხვდები რომ ადამიანი შეხეტა იქა
ადამიანი რაღაცას რო შეეხეტება, ეს არ არის აწლიანი პატიმრობის საფუძველი. ნახოთ რამდენს მისცემენ, ნახოთ. ნუ რამდენი შრომაა, აი, შემთხვევითი ხალხისგან, ხო და ნახე, არსებობენ შემთხვევითი ხალხი, არსებობენ გიჟები, არსებობენ რევოლუციონერები, არსებობენ ფეიქ რევოლუციონერები. არც ერთი რევოლუციონერი. ხო და რევოლუციონერის გარდა, ფეიქ რევოლუციონერს თქვენ მაინც არ დაიჭერთ ან მალე გამოვუშვათ. აი, გიჟები და შემთხვევით მოხვედრილები ხო არ უნდა იჯდნენ ციხეში. შემთხვევით მოხვედრილებზე კანონი არ ვრცელდება. არ შეიძლება. ანუ ამის ვიღაცა რევოლუციონერი მე იტყვის რომ შემთხვევით მარტო დაგვამხობს. ეს არ შეიძლება. იაკო აბსურდს მეუნები, იურისტი კაცი ხარ ეხლა ეგრე მაშინ ნებისმიერ დანაშაულის ადგილიდან შეიძლება თქვა რომ უიმე შემთხვევით შემოეხეტეო და აღარ უნდა დამსაჯონ. არა, არაფერს შუაში არ არის. აი, უბრალოდ არაფერს შუაში. აი, რაღაცა ვერ გავიგეთ. მე და შენ ამას ვერ გავიგეთ. აი, იცი, აი, პირდაპირ მაგალითს გეტყვი, შენ ხო გიყვარს დიდი კლასიკოსები. და ხელოვნებას აფასებ. აი, წარმოიდგინე რომ დონ კიხოტეს ქმედების გამო სანჩო პანსა ჩაგეშვა ციხეში. აი, ხო არ იქნებოდა სამართლიანი. და პასუხი ვინც არის იმან დააგოს და არა მიმდინარე სისხლის სამართლის კოდექსით სანჩო პანსა ბანდა უკვე ეს ორი ხო და ორიან მეტი იურიდიულად გეუბნები ორიან მეტი წინასწარი შეთანხმებით ჩამოყალდა დანაშაულებრივი დაჯგუფება ორიან მეტი პირი და ქარის წისქვილი დაანგრიეს. ხო და აი ხო გესმით რომ მე ზოგადად არ მომწონს როცა ადამიანებს ყველას იაცხეს. კარგი ტრიუკია. ვაფასებ, ნიჭიერი ტრიუკი იყო. ყოჩახ, ბატონი ბიზნესს ეხება, ბატონ მამუკას თუ ვიღაცა სხვა ბატონს. ყოჩახ, კარგი სპეცოპერაცია იყო, ხელოვნების დონეზე შესრულებული, მაგრამ უდანაშაულო გიჟები და შემთხვევით მოხვედრილი ხალხი უნდა გამოვიდნენ გარეთ. შენ თუ ესე მგინდა მართო ქვეყანა, შენ ვერ მიიღებ ხმებს. უაზრო რომანტიზმს და უიმემ რახან სანჩო პანსა უბრალოდ უერთგულა თავის მასე დონ კიხოტი არ არის დასაჭერი, იმიტომ რომ ქარის წისქვილი ხო და არა ისის გამოსაშვებია. შეურაცხადობის გამო გამოსაშვებია. ხო და მამას ლაპარაკობ თემის ღია. კი არ მივიდა ურჩხული ეგონა. ხო და აი ხო მე ვფიქრობ რომ ბატონი ბიზნა იყოს უნდა უფრო კეთილი. ძალიან ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩადდეს ასე დროს. კი რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კეთილი უნდა იყოს. აი ნახოთ. ეხლა სხვა რაღაცას გეკითხები, რატო დაუჯერეს აი არაშტერმა, არაგიჟმა ადამიანებმა. ხომ არია ბიჭო? ვიღაცები ხო არიან. ეხლა შენ რო ეკითხები დაჟე. ტიპები რო ნერვიულობენ, ვიღაცა ოპოზიციურ ტელევიზიაში, თუნდაც წამყვანებიდან რაღაცები. აი გავაფარჩაკეთ, მოუგეთ, სადაც დავიჭირეთ, იქ მოუგეთ. ყოველთვის. და ხო უნდა მივხვდეთ რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, არასწორი პიარი გაქვს, არასწორად შვები რაღაცებს. რატო არ მოძდით თავში? იგივე სქემები, წამგებიანი სქემები. აი სიგიჟე. ხო და შენ რო ჩემს ადგილას გეთანხმები, შეფასებებში გეთანხმები, ახლა გახსენდა ნაბიჯი გადავდგათ. ეს რომ მეათე არჩევნები რო ასე რო გრძელდება. და არაფერი რო არ იცვლება. მე უნდა დავაგო ძალით? არა, არ გეუბნები ამას. ანუ შენ ჩვეულებრივ ნეიტრალური ადამიანი რო იყო. ხო, ნეიტრალური რო იყო, კი ბატონო. ხო, ნეიტრალური ადამიანი რო იყო, არ იყო რა, რომელიმე პარტიის პროპაგანდით დაკავებული. აქეთ ამ მხრიდან რო შეხედო, ამას ჩათვლიდი სიგიჟედ, თუ ამას ჩათვლიდი შეთანხმებად. თუ შეთქმულებისადმი მიდრეკილი ვარ შეთანხმებად, მაგრამ გასდა უკვე შეთანხმის ფარგლებს. არაფერს არ იღებენ. უკვე შეთქმულება მე მგონი სიგიჟის ვერსია დაჯერება. არაფერს არ იღებენ. ანუ ტიპები იმდენ ბენეფიტს არ იღებენ, რომ ამ სიგიჟეში იყვნენ რა. მე არ გულისხმობ დავუშვათ პოლიტიკურ ვერხუშკას. აი ვიღაცა ტიპები, რომლსაც ტელევიზიებს უხურავენ. აი გრიგოლია შეთანხმებული, აი და სიგიჟებს ლაპარაკობს. ვისთან გააჩნია ვიღაცასთან როცა არის შეთანხმებული, მე გრიგოლია და ოცნებ ჩვენთან არის შეთანხმებული? ნუ ახლა არ ვიცი. სიგიჟებს ხანდაგებს, მოდი და პირდაპირ თქვა, სიგიჟებს ხანდაგებს. აბსურდს. ლოგიკურა არ იყო არასოდეს, მაგრამ ეხლა საერთოდ გაუბერ. ხობეო გადახერხილიაო ბიჭო. ისე მეც კი მომეჩვენა რომ გადახერხილი იყოს ღობე. დაუ შუშის არ იყო ღობე. შუშის იყო. რა ეგუნა რაღაცა შეიძლება ამაზე გახურება? ან როცა სხვა მილიონი გასახურებელი არსებობს, ჯობია სხვაზე გაახურო, მაგრამ ამას ატუაწვები გიჟივით. ხო მეც მაგას არ ვკითხულობ. აი მაგალითად, რატო? აი წარმოიდგინე არჩევნების დღეს საკუთარი დამფინანსებელი რო გადააგდეს და შუა 12 საათზე რო რევოლუცია მოხდეს და არჩევნები ჩაკეცეს. ხო. ანუ ეს ახლა თქვენთან შეთანხმებაა თუ სიგიჟე? ხო და შენ ცირაშვები? ანუ ძალიან მაგარ ტიპებად გამოგყავართ, რომ ხელისუფლებას ხო ვაკონტროლებთ. იმათ ტელევიზიასაც ხო ვაკონტროლებთ, იმათ ოპოზიციას და გაგვანებონ თავი ჩვენ ბატონი ბიზნეს გონებრივ მონაცემებში ეჭვი არ გვეპარება. სამამისად ამას ეგრე ვუყურებთ, რომ ეს კაცი ამის დაორგანიზება შეუძლია და ესენი კიდე გოიმები არიან, ჩვენი კოლეგები გოიმები არიან და გოიმდებიან მარტივ შეთავაზებებზე და ამ სიგიჟებს აკეთებენ მერე. ძალიან კარგი. მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ არ უნდა მოხდეს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, რომ ეს სიგიჟე დასრულდეს. აი მართლა მაინტერესებს. ყვილი უნდა დამთავრდეს. ხო, დავით. აი უნდა ეხლა. არა, ბევრი ლაპარაკი უნდა. ხო გაინტერესებს ამაზე ლაპარაკი. დაიწყე. მარტივად გეტყვი რავი, ახლა თუ რამე ისეთი შენ დამეს დაამატებ, ერთად ვიმჟელოთ, მაგრამ პირველი ჩემი აზრით პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ საჯაროდ ყვილის თქმა ეხავდეს. ანუ არ უნდა მეძახო, რომ შალვა რამიშვილი არის რუსი პროპაგანდისტი, ხო?
არა ჩემი დედავატირი არა ვარ რუსი პროპაგანდისტი ვარ, მაგრამ რუსეთში არ მივდივარ. არც მინდა. არა ვარ რუსი. ანუ რუსო დახილი არ შეიძლება. არა, არ მინდა რა, ქართველი პროპაგანდისტი ვარ რა. ხო და არა, ზოგადად საჯაროდ ყვილის, ლაპარაკი უნდა ტეხავდეს. აი რაღაცნაირად ხო შეიძლება ადამიანები შევთანხმდეთ რა, ერთმანეთს ხო არ ყლავთ, რაღაცა ხო არ დედას ხო არ ვაგინებთ, რაღაცნაირად ხო ვიქცევით. აი ეგრე უნდა იყოს, რომ საჯაროდ არ შეიძლებოდეს რაღაცნაირად ყვილის თქმა. მეორე, ლაპარაკზე უარის თქმა არ შეიძლებოდეს. ერთმანეთში თუნდაც. არა, ლაპარაკ ზოგადად. მე და შენ როგორ ლაპარაკობთ ახლა? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე და შენ ხო ორი წელი არ ვლაპარაკობდით, მიუხედავად იმისა, რომ მე მენატრებოდა ქართული ოცნების ამომრჩეველთან საუბარი შენ კი. ესე რად მოიქეცი და ხშირად მოხდა. მე სულ ერთნაირად ვიქცევი, ზოგჯერ უყარვარ, ზოგჯერ არ უყარვარ, გააჩნია არჩევნებებისგან ჩანიშნული. ესე რად მოიქეცი მისმედება. ხო და ახლა წარმოვიდგინე, რომ ეს სულ ორი კრიტერიუმი რო დავიცვათ, საჯაროდ ყვილის თქმა ტეხავდეს და ისა რა ქვია, ლაპარაკზე უარის თქმა ტეხავდეს. და მესამე ის მომწონს ხოლმე ცესკოსა კაი სლოგანი არჩევნების საერთო საქმეა და აი ტყუილის მორჩენაში გულისხმებოდეს ის რომ აი არჩევნებზე არ ვიტყუებოდეთ რაღაცნაირად არსებობდეს მაგალითად კონკრეტულად რას გულისხმობ აი ტყუილები ზოგადად დობა არსებობდეს არა ტყუილებზე კი არა დობა არსებობდეს აი 300,000 კაცით გაყავდა არჩევნები მე არ მithქვამს არასდროს არა არ თქვან ვინც თქვა სიგიჟი არ თქვა ოღონდ გავარჩიოთ კაცო ჩვენ ხო სხვა არგუმენტი მქონდა ისიც ხო არ გაირჩა გაჟონა არა გამოჟონა მაგრამ გურულმა გითხრა მაგრა რა გაჟონა არა გამოჟონა ხო და ეგ არის ლაპარაკზე უარის თქვა გაჟონა კი არა მართლა გაჟონა შენი ძაღი გაჟონა მე ვიძაღი ცოტაშორის რომ გაჟონა მარტო გაჟონის ფაქტი არ არის იმას უნდა აღეკვა ხმის მიმცემ ოპოზიციონერს რომ გაჟონით მისი ხმის ფარულობა ირღვევა იმ მომენტში უნდა ამ ფაქტს ეგრეთ წოდებას მის არჩევანზე გადაწყვეტილება უნდა მოეხდინათ ეგრე არ იყო მეერე დაიწყეს გაჟონვაზე ლაპარაკი არა 12 საათზე გაიასნებული იყო აა სად იყო კარგი მაგაზე ვერ შევთანხმდით მაგრამ ნუ არ ჩაითვალა ეს არ გაყალბებულა ეს არჩევნები არა ჩვენ სხვა არგუმენტი ვქონდა ჩვენ არავყოლილ ვართ გაყალბებული 300,000 ხმასთან დაკავშირებით ჩვენ არავყოლილ ვართ ართ ოპოზიციის პროპაგანდას და ასევე მოუწოდებით რომ შედით პარლამენტში იმიტომ რომ სხვა არგუმენტები აი ეგ კი ბატონო სხვა არგუმენტები არ ხართ ჩვენ ეს განსხვავებული პოზიცია გქონდა, მაგრამ როცა მე დიდი სიამოვნებით მინდოდა დისკუსია ბატონ ირაკლი კოვახიძესთან არჩევნების გაჟონვა არ გაჟონვის კონსტიტუციურობა არა კონსტიტუციურობასთან და კანონიერება უკანონებასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას როგორც კონსტიტუციონალისტ და იურის გავაგებინებდი, რასაც მე ვამბობდი, რომ ის იყო სწორი არგუმენტი, მაგრამ ეს დისკუსია, რომელიც საჯაროდ იყო გამოცხადებული, იმიტომ რომ ჩვენმა დანარჩენმა კოლეგებმა უარი თქვეს და რაღაცა სპექტაკლი მოაწყვეს, ხო, მე დავიჩაგრე და მიეცა საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ეთქვა რომ მოდი არავინ არ უნდა და არავის არ უნდა ეს ჩვენი ჩაწყობილი იყო იმათ რომ სიგიჟე და კლოუნადა და იცი როგორ არის რომ აი მე ძალიან მიჭირს თქვენ ვინაიდან ბევრი რესურსები გაქვთ, გეტყვი ახლა. თქვენ ვინაიდან ბევრი ისა რა ქვია რესურსები გაქვთ და ჩემი კოლეგები ხშირად ექვემდებარებიან უცნაურ ცდუნებს ვერაფერს ვერ გამოვიდა. არ ვიცი კიდე ასე დავარქვათ თუნდაც. მაშინ დარხეული აქვს ოპოზიციური სპექტრი. მაგიტომაც გვაქვს თულად საქმე და მარტო ბიზნეს სიკეთის იმედად ვარ დარჩენილი, სანამ ხალხი არ გამოფხიზდება და ამას ვერ მიხვდება. ეს მაღელვებს მე. აი ეს საინტერესოა იაგოსგან ამის მოსმენა კი. თუ ხალხი თამას მოიქეცი თქო და იქნება სიკეთე რა გინდა. მოხვალ აქ დაждები ხშირად. გაელაპარაკები მრავალმილიონიან აუდიტორიას. არჩევნები რომ მე არ ვიქნები. ეგ მე გავშედოთ. ჯერ არ არის არჩევნები, რა გინდა 3 წელი არ არის არჩევნები. ხო არ იქნება 3 წელი. არ იქნება უახლოს მომავალში არჩევნები არ იქნება. კარგი. ანუ შენ ფიქრობ რომ აი საგნობრივი დისკუსია. აი მაგალითად, ეხლა ეს იყო მოადგილე კაცი. განათლების სამინისტრო. დარწმუნებული ვარ უამრავი შენიშვნა გექნება. ამაზე შეიძლება რომ დაწერო ილაპარაკო უკვე საგნობრივია. აი ბოდის შემდეგი შენი გადაცემა მოაწყვე დებატი. ნუ გაჯაჯილდები რა და შემდეგი ერთ თვეში მოაწყვე ანალიზი ჩავატარო განათლების მინისტრს და ვახო მეგრელიშვილს შორის. ახლა ხო იცნობ. ხო და მოდი გავარჩიოთ ეს განათლება იქნება კარგია. იქნება გეთანხმები. მე ძალიან მინდა რომ რაღაც დებატები შედგეს. ხო და როგორ შეიძლება ქვეყანა ისე მიდიოდეს წინ რომ დებატები იყოს აკრძალული. მაგრამ როცა შენ მინისტრ ნებისმიერ რუსო მოღალატე და რაღაც არა ჩვენ არ გვითხოვთ ზოგადად ფონზე ვსაუბრობ რა როცა არ დაგიждები არ გწნობ ეგ საერთოდ შეუძლებელი ჩვენ ყველასთან ვждები დებატებს როგორ აპირებ ამათგან გამიჯნას იმიტომ რომ 90% გიჟები არის ვისგან გიჟებისგან მე გამიჯნული ვარ გიჟებისგან არა თავდასხმები ეხლა ამ გადაცემის მერეც გაძლიერდება თავდასხმები
ეს კიდევ უფრო მეტად მიჯნავს გიჟებისგან. ხო, როგორ მითხარიება? იმის რომ ანუ ისეთ როგორ არის რომ მე სულ ერთი და იგივე მინდა. მე ეს მიცავს, ანუ სამდღეს მე მიცავს ის რომ ხო, ერთი რამდენი ხანია მიცნობ, რამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და სულ ერთი და იგივე მინდა. კი, ძალიან კარგია. ხო, შესაბამისად და პირველივე დღიდან ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ, რომ ნებისმიერ მაყურებელს დაველაპარაკო თავისუფლად ნებისმიერ ტელევიზიაში. როდესაც მიწვევენ მადლობას ვეუბნები წამყვანს, როდესაც არ მიწვევენ ვაკრიტიკებ. შესაბამისად, რა ვიცი, ყველა ხდება, რომ ჩვენ განსხვავებულად ვიქცევით. ყველა ხდება, რომ მომენტ ყველაფერზე საჯარო პასუხი გვაქვს. არც ერთი დისკუსიიდან არ გავდივართ. და ჩვენი პრეტენზიები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულ ოცნებასთან, განსხვავებით სხვა პრეტენზიებისგან, რომელიც ოპოზიციას გააჩნია კონცეფტთან, პასუხი გაუცემელია. სიგიჟეები არის ის და იმიტომ ვერ გაცემ პასუხს. ხო, ახლა ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ მთელი ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი იგნორი. ანუ მთელი ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციიდან არის იგნორი. გაიხარე მუშაობ წამებულო. დასრულდა შენ იგნორი. აგერ ხარ და ლაპარაკები. ან მე ზოგადად ხშირად ყოფილ ვარ. ჩემი თავი ხშირად მინახავს და მე ყოფილად რომ გამკრალ ვარ. ამიტომ მე ამაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული, მაგრამ მადლობელი ვარ მოწმენების ლაპარაკს. მე ვარ ქართული ოცნების პროპაგანდისტი რა. ბატონო ვიცი რა, ეს არ მინდა ლაპარაკი და როგორც ჩემ პარტიას და ჩემ იმ პარტიას რომელსაც ხარს უჭერ და იმ მიმართულებას აწყობს, ისე მოგექცევი ნებისმიერს. ვაფშე არ მაქვს მაგის პრობლემა. პრობლემა იმათი ნახე, დამოუკიდებლები რო არიან ვითომ და იგივეს ვაკეთებენ, როგორც უნიჭოთ. ეგ არის მათი პრობლემა. ხო იცი. არა, შენ მაგ უპირატესობას ვფლობ, რომ შეგიძლია ღია და აღიარო, რომ პროპაგანდისტი ხარ და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობაც. რა დაშავდა პროპაგანდით. წინა ვართ ქვეყანა წინწასული, ვიდრე იმ გიჟების ხალხს ვიქნებოდი, ომი არ არის და ასე შემდეგ. კстати, ომის საშუალების შესახებ. ხო გიჟურად გვიპასუხეს, ხო არაფერი პასუხი არ დაგვწეს. ვინ? ოპოზიციამ. ეგეც ხო პრობლემა იყო. როცა ჩვენი პროპაგანდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეთ, რომ ვულკანის ეპიცენტრთან ახლოს ვარ და ცოტა ესე არ არის. პასუხი რა იყო, იცი რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ყავთ, უკრაინა იგებს, აბა რა უნდა გადაუკეტოთ ეკონომიკური ბლოკადა უნდა მოუწყოთ. ესეც ხო სიგიჟე იყო. არა, მე უნდა ვაღიარო რომ თქვენ ადამიანების შეშინების არ არის საფუძველი. გეხო წერ მითხარი, იგ არ არის საფუძველი. როგორ არა ომის საშიშია კაცო, როგორ არა საშიშია ომი. კორონას შემთხვევიდან დავიწყებ. ხო, კორონას შემთხვევაც ხო ზუსტად ანუ თელსოფლიოში ეგრე იყო რა ჩვენთან. შეიძლება კაცო, მე ხო არ ვიძახი სხვაგან ასე იყო. არა, თქვენ კარგად იცით თუ არა, იქ სხვაგან უფრო შეაშინეს, რო იცოდე. ნუ ზოგან შეაშინეს, ზოგან კარგად დაკლებათ, მაგრამ წარმოიდგინე რომ ხო და წარმოიდგინე ხო კორონას შიში რაც იყო, ხო არავის არ გადაუაზრებია. ანუ ტელევიზიები თქვენ ცოტა უხალისოთ, მაგრამ მაინც დათანხმდით თავიდან იმას რა ქვია დარჩით სახში მიწერას. მე ნელა ჩამოიხსნა ეს. მე დავეთანხმეთ ძალიან ეგრე არ არის. ჩვენ ნუ გადაგაკ ჩემ მე ხოლმე ვეთანხმები რასაც საგადლი. ხო და შენ არ იყავი დიდი აქტივისტი, მე მახსოვს რაღაცა წვანე პასპორტებზე და რაღაცაზე არ გიждდებოდი. ზოგადად არა ვარ, მაგრამ ზოგადად არ გიждდებოდი, მაგრამ ზოგადად არა ვარ, თუ სხვაგანაცემები ძალიან მიყვებოდი. კარგი. ხო და თუმცა ომის პროპაგანდა ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პოზიციები ქონდათ, მოდი ესეთ მარტივად დავიწყოთ, როდესაც ასეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ჩვენ ვართ, იმ გარემოში როგორც ვართ, საერთაშორისო გარემო როგორიც იყო იმ პერიოდში და რა სიგიჟეების ხდებოდა და დღესაც ხშირ შემთხვევაში გრძელდება ამ პერიოდში თქვენ კარგი ნოყიერი ნიადაგი გაგიჩნდათ პროპაგანდისტვის. რაც კარგად შეასრულეთ. კი, კარგად შეასრულეთ, მაგრამ მე მაინც იქნება შენ უფრო მეტი იცოდე. ანუ ესენი აი ჩვენი კოლეგები რომლებიც ამას გითმობდნენ. ამ მოედიდან ის კოლეგები ვინ არის შენი კოლეგა ჯერ ეს? აი ოპოზიციური კოლეგები და შენი კოლეგები არ აღრი ხომ მაგა. გიჟება და ხო არიან კოლეგები რამშავაღა პოლიტიკოსები არიან, ესე შეხედე. არ არიან პოლიტიკოსები. ხო და აი ეგენ რომ გითმობდნენ ამ მოედანს, რომ არ გეწინააღმდეგებოდნენ. არა, სხვა რაღაცებს ლაპარაკობდნენ. მე რეინანეს სხვა შორის. დაიწყეს კნავილი, რომ რაღაცა უნდა გვეთქვაო თორე ეფექტური. არა, იდიოტები არიან, გიჟები არიან. და ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან ეუნებოდნენ. იქიდან გარანტიას აძლევდნენ, რომ არ შეხვიდეთო იქიდან პავილიონის და ვიღაცები, ეგეთი ტიპები, ხო? არ შეხვიდეთ პარლამენტში, ამათ დავამხობთო. აბა, სხვანაირად 61 კაცი, როგორ არ შევიდა, ბიჭო, 61 კაცი დიდი ძალაა. როგორ არ შევიდნენ პარლამენტში? ეს ხო მართლა აი ყველაზე კულმინაციაა სიგიჟის. შენ არ ფიქრობ რომ ეგ თქვენი ის იყო რა ქვია გავლენა ამაზე ესე თუა მე არ ბავშვებს გეფიცები თუ ვიცოდე აი პირჯვარი არ ვიცი და არ არის მგონია რომ არ არის მაგრამ თუ ესეა იცი რა კარგ გურჩი ვარ ესე იგი
ხო და მაგიტომ ვიძახი კაცო, თქვენ მე ხო არ ვიძახი რომ ცუდი კამპანია, ცუდი რაღაცა, უბრალოდ როგორ არ გეცოდებათ საკუთარი ამორჩეველი ამას ძალიან გადაიტანეთ ჩვენი ამორჩეველი მაგარია და ხო და აი მე მგონია რომ თქვენი ამორჩეველი მსახურებს უფრო მეტ პატივისცემას და შენ მე მოულბე გული და რაღაცა თეორი ხმა შეიძლება შენც იშო. უგრმეს მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. მე მოგიწევ კიდე აუცილებლად და საერთოდ ვიმეგობროთ ეთერში, თორე ისე რომ მეგობროთ ეგ ასაკები. დიდი მადლობა ჩვენ ამით ძალიან საინტერესო გადაცემას ვასრულებთ და მომავალ პარასკევს ვხვდებით ერთმანეთს.